მოგესალმებით. დღეს გვაქვს მერვე კვირის პირველი ლექცია, სადაც ვიწყებთ შედარებით ახალ თემას, კერძოდ ხელოვნური ინტელექტი cloud პლატფორმებზე, კერძოდ კონცენტრირდებით AWS-ზე. და ვიხილავთ, როგორ შეედრება ჩვენ მიერ წინა გამოყენებულ ტექნოლოგიებს, კერძოდ იქნება ეს OpenAI-ის API request-ები, იქნება ეს ჩვენთან ლოკალურად გაშვებული ოლამა მოდელები, თუ ამ შემთხვევაში cloud პლატფორმას. რა უპირატესობებს ვიღებთ, რა უნდა გავითვალისწინოთ და რა ამოცანები გვიმარტივდება სანაცვლოდ. დღეს გვაქვს მერვე, ანუ ბოლოს წინა კვირა ჩვენი კურსის. და ეს ბოლო ორი კვირა დაეთმობა კერძოდ AWS-ზე ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების deployments. ეს იმიტომ გავთვალეთ ამ თანმიმდევრობით, რომ ის ძირითადი ცოდნა, რაც თქვენ გჭირდებათ, იქნება ეს development-ისთვის, იქნება ეს საპრეზენტაციო თან demos-თვის, ასე თუ ისე ჩვენ უკვე დავფარეთ. AWS-ი რა საშუალებასაც გვაძლევს არის, რომ ეს უკვე production-ში გავუშვათ, რაღაც მასშტაბირების კომპონენტები გავიმარტივოთ, გავიდეთ უკვე მრავალ მომხმარებელზე და ასე ვთქვათ, გავთვალოთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი პროდუქტი მას შემდეგ უკვე რაც ჩამოვაყალიბებთ მის საწყის წერტილს და ძირითად გესს. მართალია დღეს პირველი ლექცია AWS-თან იქნება შედარებით უფრო ვიზუალური და გამოვიყენებთ კონსოლ პლატფორმას. ამასთან ერთად ჩვენ დავურთავთ დამხმარე პროექტს, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ მისამართიდან. ეს არის საჯაროდ ხელმისაწვდომი Git პროექტი, რომელსაც დღეს ალბათ კერძოდ არ ჩავეძიებით, თუმცა განხილული მაგალითები გამოგვადგება ჩვენი მომავალი ორი კვირის მასშტაბით და ძირითადად იგივე თემებს დაფარავს, რასაც ჩვენ პარალელურად გავივლით, ასე ვთქვათ, user interface-ის მეშვეობით და შემდეგ კოდის მაგალითზეც ვიხილავთ. ერთმანეთში სინქრონში იქნებიან, თუ როგორ შეგვიძლია ერთი და იგივე მიზანს მივახციოთ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ასევე როგორც სხვა ყველა cloud სისტემას, ის ასოცირდება საჭირო billing account-თან, ანუ მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება რაღაც გადახდის სისტემები მოგვიწიოს, რომ დავაინტეგრიროთ, თუმცა სასიხარულო ამბავი არის, რომ AWS საკმაოდ კარგი უფასო tier-ი აქვს, ანუ პირველი რეგისტრაციისთვის ის ასე ვთქვათ რაღაც კრედიტებს უფასოდ მოგაწვდით. გააჩნია ახალი იუზერი იქნება თუ არა, რომელ რეგიონში ასე შემდეგ. სადაც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და ამ თქვენ ახალ აკაუნტზე თუ არ მეშლება $200 ეკვივალენტის ქულები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. რომ გადახვიდეთ ამ ლინკზე, თქვენ იხილავთ. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ AWS-ზე, მიიღოთ ეს ასე ვთქვათ, უფრო გაცნობითი და development-ის ქულები. ნაბიჯ-ნაბიჯ არ გავივლით ამ საფეხურებს, თუმცა ახლა ჩემ აკაუნტზე შევა, ხო? ხო. აქ მოგიწევთ თქვენი იმეილის მითითება, რა მიზნებისთვის გსურთ AWS-ის გამოყენება და შეიძლება ბარათის მინიმუმს დაგჭირდეთ, თუმცა მე გაჩვენებთ, როგორ შეგვიძლია ჩვენ მიერ cloud-ში გაწეული ხარჯების კონტროლი, მონიტორინგი და ზოგადად როგორ შეიძლება ამ ყველაფრის დათვლა, ანალიზი და ასე ვთქვათ, რაციონალურად გამოყენება. ასე ვთქვათ, ეს მოგვეხმარება, რომ გქონდეს უკვე აკაუნტი AWS-ზე, რომელზე დეტალურადაც მე დღეს მოგიყვებით, თუ რა სერვისებს გვთავაზობს. რეალურად სერვისების ჩამონათვალი ძალიან დიდი არის. დღეს უფრო კონცენტრირდებით, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ მაგალითებზე და კერძოდ გავივლით, აი ჩვენ მიერ უკვე აქამდე შექმნილი სისტემები, როგორ შეგვიძლია შევქმნათ და ვამუშაოთ
cloud სისტემებს. დავიწყოთ ალბათ თავიდან რა არის cloud computing-ი. აა, პირველ რიგში ის რა პრობლემასაც გვიგვარებს და ეს შეიძლება მრავალმხრივი იყოს, მაგრამ საიდანაც ეს ყველაფერი წამოიწყო, ეს იყო ინფრასტრუქტურის გამარტივება სხვადასხვა ამოცანებისთვის და კომპანიებისთვის. ანუ ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ვიქირავოთ ინფრასტრუქტურა, იქნება ეს სერვერები, იქნება ეს მონაცემთა ბაზები, იქნება ეს ფაილური შენახვის სისტემები, messaging სისტემები, AI სერვისები. ფაქტობრივად გვეძლევა საშუალება, რომ თავიდან ავიცილოთ თავის სატკივარი თუ როგორ შევქმნათ ჩვენი პროდუქტისთვის ინფრასტრუქტურა, როგორ დავამასშტაბოთ, როგორ გავთვალოთ სხვადასხვა რეგიონებზე და ასე შემდეგ. პოზიტიურებიდან უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესი სერვისები არის pay as you go, ანუ ძირითადად ჩვენთვის ცნობილია ფასი გათვლილი დროზე, ან request-ზე, ან მომხმარებელზე და გამოყენების და მიხედვით ხდება ფასის პროპორციულად გამოთვლა. ანუ შესაბამისად, თუ სერვისი ნაკლებად აქტიურია, ინფრასტრუქტურული გადასახადიც ნაკლებია და პირიქით, რაც გამოყენება მატულობს ასევე ფასიც. ჩვენ შეგვიძლია წინასწარ გავსაზღვროთ თუ რა computing power-ი, ანუ ძალის გამოთვლები მანქანა იქნება თუ ეს ნებისმიერი სხვა ინფრასტრუქტურული ერთეული დაგვჭირდება და შეგვიძლია ეს გავხადოთ ელასტიური. ანუ ცვლადი იმ კუთხით, თუ დატვირთვის მიხედვით ჩვენ გავზარდოთ სერვისის წარმატება ან შევამციროთ. ამის სხვადასხვა სტრატეგიები არსებობს, ჩვენ რამდენიმე ასეთ მაგალითს ვიხილავთ ჩვენი მომავალი 2 კვირის მანძილზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ AWS-ის შემთხვევაში და სხვა ბევრი cloud service-ის შემთხვევაში ძალზედ დიდი არჩევანი გვაქვს მზა სერვისების და შესაძლებლობების. ანუ ფაქტობრივად ნოლიდან არ გვიწევს კომპონენტების შექმნა, დაკავშირება, წვდომების აღწერა, რაც აქამდე დიდ კომპანიას ვალდებული იყო, რომ ყველას თავისით შეექმნა. ანუ ფაქტობრივად ამ ყველაფერს ვიმარტივებთ ამოცანას და უკვე მზა მოდულებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი რეალობაში, ანუ production-ში გავუშვათ. ასევე გვიმარტივებს, როგორც ვახსენე, მონაცემთა შენახვას, იქნება ეს ტაბულარული მონაცემები, relational ბაზები თუ ნებისმიერი სხვა სახის, ასევე ვექტორული ბაზებით, რომელიც ჩვენ ამ კურსზე აქტიურად გამოვიყენეთ. ვიხილავთ, რომ ძალიან მარტივად შეგვიძლია ეს სერვისები შევქმნათ, გავუშვათ და რიგ შემთხვევებში შეიძლება უფრო იაფიც და ხელმისაწვდომიც იყოს, ვიდრე ეს ყველაფერი ლოკალურად რომ მოგვეგვარებინა. აი ვიხილავთ, თუ რა შემოთავაზებები გვაქვს, როგორ გამოვთვალოთ ძირითადი ფასის მოდელირება, გათვლილი იქნება ეს account-ზე თუ request-ზე. და შესაბამისად ვიხილავთ AWS-ის ძლიერ და სუსტ მხარეებს. საერთოდ როგორ შეიქმნა ესეთი cloud სისტემების საჭიროება, რომ იმის ნაცვლად, რომ თითოეული კომპანია თვითონ აგვარებდეს თავის ინფრასტრუქტურას, ქმნიდეს სერვერების ერთობლიობას, მათ დაკავშირებას, მათ უსაფრთხოებას, წვდომადობას, მასშტაბირებას, იქნება ეს ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური მასშტაბირება. ამ ამოცანას ფაქტობრივად ვიმარტივებთ, დელეგაციას ვუკეთებთ სხვა უკვე ამ ინფრასტრუქტურაზე ფოკუსირებული solution-ისთვის და ფაქტობრივად ვიმარტივებთ გზას production-ამდე. აქ გვიმარტივდება იმ კუთხითაც, რომ თითქმის არასოდეს არის შესაძლებელი, რომ წინასწარ ვიცოდეთ მომხმარებლების რაოდენობა, ზრდა, ესეთი სპაიქები, ანუ მოულოდნელი ცვლილებები მოთხოვნაში, გამოთვლაში და ასე შემდეგ. და ფაქტობრივად ვალდებულები ვართ, რომ იმისთვის, რომ რაციონალურად გამოვიყენოთ რესურსები, ჩვენთვის ხელმისაწვდომი სერვერების ძალაც ან წვდომაც იყოს შესაბამისად მასშტაბირებად. ან როდესაც არ გვჭირდება მაღალი წარმოდგენის მანქანები,
ტყუილად არ ვაცდენდეთ მას და პირიქით, როდესაც გვჭირდება, სწრაფად ხდებოდეს მასშტაბირება და დამატებითი სერვერების დამატება. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ cloud სისტემები ეს ახალი რამე არ არის. არის ულევი სერვისები, რომლებიც შეგვიძლია ჩამოთვალოთ, რომელიც მას იყენებენ. ზოგი შეიქმნა AWS-ზე, ზოგი მანამდეც არსებობდა და შემდეგ მიგრაცია განიცადა. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ესეთი cloud სერვისების გამოყენება და პრაქტიკული მაგალითი ვიხილოთ თითქმის ნებისმიერ სერვისში. აქ შეიძლება იყოს საუბარი როგორც ძირეულ ინფრასტრუქტურაზე, მონაცემთა ბაზებზე, თითოეულ request-ზე, ასევე შეიძლება იყოს საუბარი რაღაც კერძო სერვისებზე, რომელსაც შეიძლება ისინი იყენებდნენ. ჩვენ ვიხილავთ, რომ AWS აქვს რეალურად რიგი სერვისების და ხელმისაწვდომი ხელსაწყოების თულების და სულ არ ვართ ვალდებული, რომ სისტემა მთლიანად იყოს მასზე აწყობილი. კარგი ესეთი დადებითი თვისება არის ის, რომ თითოეული კომპონენტი შეგვიძლია იზოლაციაში ვამყოფოთ. თუ საჭირო არის გავხადოთ ის ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ, external, ანუ გარე request-ებისადმი და შესაბამისად შევძლოთ, რომ ეს სერვისები გადავაჯაჭვოთ, ერთმანეთს დავუკავშიროთ. ანუ თავისუფლად შეიძლება, რომ მაგალითად ჩვენი ერთი სერვისი მუშაობდეს სხვა cloud provider-ზე, სერვისების ნაწილი მუშაობდეს AWS-ზე და მათ შორის კავშირი იყოს დამყარებული. თუმცა იმასაც ვიხილავთ, რომ ფასის მოდელში ამ მონაცემების და request-ების მიმოცვლაც შეიძლება ფიგურირებდეს, ასე რომ რიგ შემთხვევებში აქვს აზრი, რომ სისტემის უმეტესი ნაწილი ვამყოფოთ ერთ cloud provider-ზე. ისევ და ისევ ეს გადაწყვეტილება დგინდება იმით, თუ რამდენად გვიღირს ეს სხვადასხვა სერვისების ერთმანეთთან გადაჯაჭვა და გამოყენება, იქნება ეს ფასის კუთხით თუ წარმოდობის კუთხით. აი მაგალითად შეგვიძლია შევხედოთ რიგ უპირატესობებს, რომელიც ახასიათებს თითოეული ტიპის cloud სისტემას. მაგალითად, private cloud გულისხმობს იმას, რომ სერვისი არის იგივე, უბრალოდ გამოიყენება კომპანიის ფარგლებში მხოლოდ. ხშირად არის, რომ დიდ კომპანიებს აქვთ თავისი ან ფასის პოლიტიკა, ან მონაცემთა უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც უფრო ართულებს public cloud-ის გამოყენების საშუალებას. და ასე იყო, როგორც შეიქმნა AWS-ი, იქნება ეს Microsoft-ის Azure, იქნება ეს Google-ის Cloud-ი. ეს არის ის პლატფორმები, რომელსაც ეს კომპანიები იყენებდნენ თავის შიდა პროდუქტებისთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებდნენ და შემდეგ მიხვდნენ, რომ რეალურად ეს შეიძლება გახდეს თვითონ პროდუქტი, ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება მასშტაბირებადი, შექმნადი, ასე ვთქვათ, დინამიურად და შემდეგ გახდა ბევრი ეს სერვისი ხელმისაწვდომი საჯაროდ. თორე უმეტესი cloud solution-ები, როგორც წესი, დაიწყო როგორც private cloud, სადაც რეალურად კომპანიას აქვს მთლიანი კონტროლი თავის სისტემაზე, development-ზე, მონაცემებზე, მაგრამ უფრო კერძო თავის ამოცანებს ხსნიან. Public cloud-ის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ მრავალი სისტემა, ალბათ ყველაზე პოპულარული იქნება Microsoft-ის Azure, Google Cloud-ი, AWS და ასევე სხვა მრავალიც. თუმცა ალბათ ეს ლიდერები მაინც ესენი არიან და ვიხილავთ, რომ რეალურად სერვისების სახელებში შეიძლება იყოს რაღაც სხვაობა, ფასის პოლიტიკაში შეიძლება იყოს რაღაც სხვაობა, მაგრამ ძირითადი ესეთი ტექნოლოგიური შესაძლებლობები და ინვენტარი თუ რა შესაძლებლობა გვაქვს მასზე ავაწყოთ, არის საკმაოდ მსგავსი. ანუ ისეთ ძირითადი კომპონენტები, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, როგორც წესი, თანაკვეთა საკმაოდ დიდია მათ შორის და თითქმის ჩანაცვლებადი არიან ერთი მეორეთი. აქ ისევ და ისევ არის საუბარი იმაზე, თუ ვინ უფრო სწრაფად ვითარდება, აი მაგალითად AI-ის ინტეგრაციაზე, რომელიც გახდა რა თქმა უნდა ბოლო ალბათ 10 წლეულის მთავარი ფოკუსი, ვინ უფრო სწრაფად ვითარდება, რა მოდელები აქვთ ხელმისაწვდომი, რამდენად უფრო მარტივია მათი ინტეგრაცია არსებულ პროექტებში. რეალურად ეს ხდება უკვე გადამწყვეტი ფაქტორი და რა თქმა უნდა ფასი ასოცირებული ამ ყველაფერთან.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც წესი, ძალიან დიდი სხვაობები არ არის ფასში და ზოგადად ამ სერვისების გამართვაში. თუმცა მათ აქვთ, ასე ვთქვათ, საპარტნიორო პროგრამები, სადაც, ასე ვთქვათ, კომპანია შეიძლება გახდეს AWS-ის პარტნიორი, მათ კონდეთ რაღაც კრედიტები, ანუ გამოყენების თავისი კერძო ფასი, რაც ამარტივებს რაღაც development-ს, ინფრასტრუქტურის შექმნას და ასე ვთქვათ, დამატებითი ინიციატივა არის ამ პარტნიორობის გასახმარებლად. მაგრამ ასევე არის ყველაფერი შესაძლებელი, რომ იყოს ჰიბრიდული. როგორც ვახსენე, ჩვენ არ ვართ ვალდებული, რომ AWS-ზე ვამუშაოთ მთელი ინფრასტრუქტურა. თავისუფლად შეიძლება იყოს რაღაც ჰიბრიდული გადაწყვეტა, სადაც მონაცემების ნაწილი, გამოთვლების ნაწილი ხდებოდეს ლოკალურ სერვერზე, ხოლო რაღაც ინფორმაციის ან სერვისების გაცვლა ხდებოდეს AWS-თან და ასე ვთქვათ, ვიღებთ ასეთ მოქნილ მოდელს, სადაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ, რა სერვისები გვაქვს გამოყენებული AWS-ის დახმარებით და რა სერვისებს ვიყენებთ ჩვენთან. შეიძლება ის იყოს რაღაც ოქროს შუალედი, იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ ფასი და არქიტექტურის მოქნილობა. და განვიხილოთ, მოდით, ასე ვთქვათ, რამდენიმე მახასიათებელი cloud computing-ის, როგორც ვახსენე, on-demand self-service. ანუ ფაქტობრივად გამოყენების პროპორციულად ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ ინფრასტრუქტურის შექმნა, გაზრდა, შემცირება და ასევე ეს ყველაფერი გაკეთდეს როგორც მანუალურად, ანუ იქნება ეს ადმინისტრატორის მიერ, ან პროგრამულად, ანუ რეალურად ჩვენ ინფრასტრუქტურა შეგვიძლია უკვე კოდით მართოთ. იქნება ეს სერვერების შექმნა, სერვისების შექმნა, მათი გამოყენება, რაც ფაქტობრივად ზრდის ჩვენი მასშტაბურობის შესაძლებლობას. ანუ აქამდე თუ სერვერის შექმნა, დამატება, კონფიგურაცია იყო შეიძლება მთელი გუნდის და დროის საკითხი, ახლა ფაქტობრივად cloud computing-ი გვაძლევს საშუალებას, რომ წამებში შექმნათ ახალი სერვისი ნებისმიერი სახის და შესაბამისად დავიწყოთ მისი გამოყენება. Broad network access, ანუ არ გვიწევს სერვერთა შორის კომუნიკაციის დამყარებაზე ფიქრი, არ გვიწევს user-თან წვდომადობის ამოცანების ამოხსნა. რეალურად ვიხილავთ AWS-ი გვაძლევს სხვადასხვა რეგიონების წვდომადობას და ასევე რაღაც გარანტიებს იმისა თუ მათი ინფრასტრუქტურა რამდენად სანდოა. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერი არ არის და თითოეულ cloud providers აქვს ისტორია ჩავარდნილი საათების, დღეების, როდესაც რაღაც სერვისები არ იყო ხელმისაწვდომი. თუმცა უნდა ხვდებოდეთ, რომ ყოველთვის, როდესაც გვაქვს საქმე ასეთ დიდი მასშტაბის production სისტემასთან, ალბათობა იმის, რომ რაღაც კომპონენტი აღარ იქნება ხელმისაწვდომი, ან რაღაც პრობლემას წააწყდება და ისე არ იმოქმედებს, როგორც ჩვენ გვსურს, არის ძალიან მაღალი. სისტემის ზრდასთან ერთად მატულობს ალბათობა, რომ ასეთ დიდ სისტემაში შეიძლება რაღაცა არ იმუშაოს. ასე რომ ის თუ როგორ უმკლავდებით არახელმისაწვდომ სერვერებს თუ სერვისებს, ხდება ფაქტობრივად არქიტექტურის ნაწილი. ანუ failover design-ი, თუ როგორ მოვიქცევით, როდესაც ესა თუ ის სერვისი არ არის ხელმისაწვდომი. Multi-tenancy and resource pooling, ანუ გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია წვდომადობა დავყოთ სხვადასხვა იერარქიებად, რომელ users, რომელ developers, გუნდის წევრის რომელ ნაწილს რა რესურსებზე აქვს წვდომა. როგორც ვახსენე, ეს ელასტიურობა და მასშტაბირება, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სერვერები ავტომატურად დავამატოთ და შევამციროთ იმის და მიხედვით, რამდენად დიდი მოთხოვნა არის ჩვენ პროდუქტზე. და measured service, როდესაც ვიხდით ზუსტად იმას, რაც გამოვიყენეთ. ანუ ფაქტობრივად ეს არის ისეთი არა დროზე დაფუძნებული, არამედ გამოყენებაზე დაფუძნებული სერვისი, რაც ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო მოსახერხებელია სტარტაპისთვის თუ შეიძლება დიდი კომპანიისთვისაც.
ფაქტობრივად სერვისი რამდენადაც უფრო გამოყენებადია, პროპორციულად იზრდება ფასიც. შეიძლება ეს ფასის ცვლილება არ იყოს პირდაპირ პროპორციული, და ცვლილებაში შეიძლება იყოს რაღაც ნახტომები, ჩავარდნები და ავარდნები. თუმცა ყოველ შემთხვევაში გვაქვს საშუალება, რომ ეს ვამონიტოროთ და თუ საჭიროა რაღაც ტრიგერებიც გქონდეს, თუ რაღაც კრიტიკულ მაჩვენებლებს უახლოვდებით. და ახლა გავიხილოთ რა ტიპის cloud computing-ის სერვისები არსებობს. პირველი, რომელიც ვახსენე, ეს არის ინფრასტრუქტურა როგორც სერვისი. ანუ ფაქტობრივად ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მთელი IT თავის ადგილარი გადავაბაროთ cloud service, რაც გულისხმობს networking-ს, ანუ ქსელები, კომპიუტერები, მონაცემთა შენახვა. და ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ასლის გაკეთება. მაგალითად, ჩვენ შეიძლება რიგ შემთხვევებში ლოკალურად კომპანიას კონდეს რაღაც სერვერები, სერვისები და რამდენად უფრო ადვილია მათი მიგრაცია cloud computing-ზე. ამ შემთხვევაში ამას ვეძახით როგორც ინფრასტრუქტურა, როგორც სერვისი. არსებობს შემდეგი დონე, რაც იქნება პლატფორმა, როგორც სერვისი, რაც უკვე გვაძლევს დამატებით საშუალებას ვაკონტროლოთ ინფრასტრუქტურა, რომელიც მუშაობს ჩვენზე. და გვაძლევს საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, ფიჩერების და ანუ პროდუქტის კუთხით ვიმუშაოთ და არ გქონდეს საფიქრელი რაღაც პლატფორმის თემები გადავაბაროთ უკვე cloud providers. და software as a service, როდესაც უკვე კიდე ერთი შემდეგი საფეხური არის ინტეგრაციის, როდესაც ის ანუ პროდუქტის კომპონენტებიც, ანუ software კომპონენტები, რომელსაც ვიყენებთ, ასევე cloud provider-ის მიერ არის მოწოდებული. ანუ ფაქტობრივად თეორიულად ჩვენ შეიძლება მთელი პროდუქტი ისე შექმნათ, რომ კოდის დაწერა ფაქტობრივად არ დაგვჭირდეს, ან სულ მცირესი და გადავაბათ არსებული software კომპონენტები ისე რომ შევკრათ მთლიანი პროდუქტი. აი დღეს ვიხილავთ, როგორ კოდის დაწერის გარეშე შეგვიძლია შექმნათ მთელი დიდი ენობრივი მოდელების pipeline-ები, reg არქიტექტურა, ანუ ფაქტობრივად ეს მზა კომპონენტები გამოვიყენოთ თავიდან ბოლომდე. შეგვიძლია ასე ვიზუალურად წარმოვიდგინოთ ეს თითოეული დონე. შეგვიძლია სვეტებად ჩამოვყეთ მარცხნიდან მარჯვნივ. მარცხნივ გვექნება მთლიანად ლოკალური სისტემა, მარჯვნივ გვექნება მთლიანად cloud platform სისტემა, რომელსაც უკვე software as a service ქვია. და შეგვიძლია ვიხილოთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვზრდით ინტეგრაციას. ამ შემთხვევაში ლურჯი იქნება ის, რასაც ვამენეჯებთ ჩვენ მხარეს, ნარინჯისფერი იქნება, რასაც ამენეჯებს cloud provider-ი თავის მხარეს. და შეგვიძლია ვიხილოთ, როგორ მზარდი ასე ვთქვათ, ინტეგრაცია და პასუხისმგებლობა შეგვიძლია გადავაყენოთ. მაგალითად, infrastructure as a service შემთხვევაში ჩვენ პროგრამას, მონაცემებს, runtime, middleware, OS ვაკონტროლებთ ჩვენ, ხოლო clouds ვაბარებთ ვირტუალიზაციას, სერვერებს, storage, ანუ შენახვას ჩვენი მონაცემების და ქსელებს. და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვზრდით ამ დამოკიდებულებას. ანუ ფაქტობრივად ჩვენი ასარჩევი არის სერვისის რა ნაწილი ცხოვრობს ჩვენ ლოკალურ ინფრასტრუქტურაში და რა ნაწილი cloud ინფრასტრუქტურაში. და მათ თითოეულს ესეთი ტერმინი აქვს, რომელსაც შეიძლება ხშირად შევხვდეთ სხვადასხვა იქნება სპიჩებში თუ ლექციებში. მაგალითად შეგვიძლია რამდენიმე პროდუქტს გადავხედოთ. ზოგადად AWS-ის პროდუქტების ჩამონათვალს ჩვენ შევხედავთ და ვიხილავთ თუ რამდენად დიდია. საბედნიეროდ ყველას გამოყენება არ გვჭირდება, ჩვენ არის რაღაც რიგი პროდუქტების, რაც ასე ვთქვათ, ყველაზე გამოყენებადია და პირდაპირ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენ პროდუქტში, რაც პირდაპირ დაგვეხმარება. მაგალითად, infrastructure as a service რამდენიმე მთავარი ფართოდ გამოყენებული კომპონენტი არის Amazon EC2, რაც არის ფაქტობრივად სერვერის ასლი ან სერვერის
ხელმისაწვდომობა ჩვენ cloud ინფრასტრუქტურაში. ფაქტობრივად გამოიყოფა აა, EC2 ინსტანსი ჩვენთვის, ანუ ცალკე კომპიუტერი, რომელზეც შეგვიძლია დავლოგინდეთ, რომელზეც შეგვიძლია სერვისები გავუშვათ, ვამუშაოთ. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება კონდეს თავის მეხსიერებაც, შეიძლება GPU-ც კონდეს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვაკონფიგურებთ, როგორი EC2 სერვისი გვჭირდება. დღევანდელი ლექციის მსვლელობაში რამდენიმე ასეთ სერვისს გავეცნობით, თუმცა ყველას არა. AWS-ი კიდე ცალკე თავისი ტერმინოლოგიის სამყარო არის. დღეს უფრო კონცენტრირდებით ასე AI მხარეზე და შესაძლებლობებზე. თუმცა მოგაწვდით რესურსებს, სადაც შეგიძლიათ უკეთ გაეცნოთ სხვადასხვა AWS-ის სერვისებს და მათთვის დამახასიათებელ კონფიგურაციებს და თავისებურებებს. მსგავსი, რაც Amazon-ზე EC2 გვაქვს, სხვა პროდუქტებსაც, რა თქმა უნდა, ყველას თავისი აქვს. შეიძლება DigitalOcean, GCP, ანუ ეს იდეურად ერთი და იგივე არის იმ კუთხით, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენთვის გამოყოფილი სერვერი გქონდეს ამ ჩვენ cloud ინფრასტრუქტურაში. Platform as a service უკვე შემდეგი საფეხური, როდესაც შეგვიძლია მთელი ჩვენი პროდუქტი დავჰოსტოთ ამ თუ იმ cloud service-ზე. AWS-ის შემთხვევაში მას ეწოდება Elastic Beanstalk. ეს ფაქტობრივად გვაძლევს საშუალებას, რომ დავჰოსტოთ მთელი პროდუქტი თავის წვდომადობით, თავის ასე ვთქვათ, ინტერფეისით და exposed API-ით, სადაც ფაქტობრივად შეგვიძლია ავიღოთ ჩვენ ლოკალურად არსებული სერვერზე მომუშავე deployment-ი და იგივენაირად მსგავსი deployment pipeline შევქმნათ AWS-ზე და ასე ვთქვათ, პირდაპირ გადავიტანოთ cloud ინფრასტრუქტურას. ალტერნატივები ალბათ გსმენიათ Heroku, Google App Engine, Azure, კიდე თავის solution-ები. ყოველ შემთხვევაში ეს ყველა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადვილად დავჰოსტოთ ჩვენი პროდუქტი პირდაპირ მათ სერვისზე. და software as a service, უფრო რაზეც კონცენტრირდებით დღეს, არის ის სხვადასხვა უკვე მზა კომპონენტი, მაგალითად recognition for machine learning, ეს მაგალითად ეს პროდუქტი გვაძლევს საშუალებას, რომ სურათზე ოპერაციები მარტივად ჩავატაროთ უკვე cloud პლატფორმაზე. ჩვენ აღარ გვიწევს მოდელის შექმნა, დატრეინინგება, ამ ყველა ინფრასტრუქტურის აწყობა, რაც გულისხმობს user inputs, user outputs. ანუ ფაქტობრივად შეგვიძლია API გავუშვათ AWS-ის cloud ინფრასტრუქტურაზე და user შეუძლია თავის სურათი ატვირთოს და უკვე ეს მზა კომპონენტები გამოვიყენოთ ამ თუ იმ ამოცანის გადასაჭრელად. უკვე ამ სისტემებს ჩვენ ახლოს გავეცნობით ამ კვირაში, დღეს უფრო user interface-ის კუთხით, შემდეგ ლექციაზე უკვე ვიხილავთ ეს ინფრასტრუქტურა, როგორ შეგვიძლია გავუშვათ და ვამუშაოთ კოდითაც და მაგალითად შევქმნით სხვადასხვა სახის API-ებს. ანუ ფაქტობრივად მზა ამოცანების გადაჭრის საშუალება. რამდენიმე, ასე ვთქვათ, გადახდის თიერი აქვს AWS, როგორც ვახსენე, ეს არის ძირითადად pay as you go, ანუ გამოყენების მიმართ პროპორციული გადახდის სისტემა. და როგორ ითვლიან, როგორც წესი ამას. ერთი არის compute tier, ანუ რა დროს ვიყენებ processing-ის რა დროს ვიყენებთ. ეს შეიძლება იყოს EC2-ს შემთხვევაში, ანუ სერვერი რამდენი ხანი არის გაშვებული. რა ტიპის, ანუ რა წარმადობის hardware-ს მოიცავს ის, იქნება CPU, GPU მეხსიერება და ასე შემდეგ. ასევე ძალზედ აქტუალური პროდუქტი, რაც არის Lambda, რომელიც ფაქტობრივად გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი კოდის ნაწილი უბრალოდ გაეშვას. არც სერვერის შექმნა გვიწევს, არც რაღაც დამატებითი საფიქრელი, პირდაპირ შეგვიძლია მიუთითოთ კოდი და ეს კოდი უბრალოდ გაეშვება. იქ შეგვიძლია მონაცემებიც წავიკითხოთ, რაღაც დავამუშავოთ და ასე შემდეგ. და ასეთ შემთხვევებში ჩვენ ფასი ყალიბდება იმ დროის მიხედვით, რა დროის მანძილზეც იყო ესა თუ ის სერვისი აქტიური.
აა აქედან გამომდინარე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სერვისები, რომელსაც არ ვიყენებთ, უნდა გავთიშოთ, ისი თუ იქნება თუ რიგი სხვა სერვისები, ასე ვთქვათ, უნდა უთხრათ, რომ აი ახლა გავთიშეთ. უნდა ან აქვს ჩართვა და გათიშვა და შესაბამისად ასეთ ძალიან ხშირ შემთხვევას, რომ შეიძლება ფასი გაგვიქცეს, უნდა ვიცადოთ თავი ავარიდოთ. მე გაჩვენებთ, როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, ბიუჯეტის დაყენება, როდესაც რაღაც ფასს გავწდებით, ალერთი გავაკეთოთ ან რაღაც ჩეტყობინება. თუმცა ყოველ შემთხვევაში უნდა გვესმოდეს, როგორ ტკინდება ფასი cloud პლატფორმებთან ინტერაქციის დროს. Storage tier-ი, ანუ რეალურად რა მოცულობის მონაცემებს ვინახავთ cloud-ზე, იქნება ეს S3 bucket, ანუ S3 ამ შემთხვევაში არის AWS პლატფორმის ფაილების შესანახი სისტემა. იქნება ეს მონაცემთა ბაზები, რომლებიც გამოითვლება იმის დამიხედვით, რა მოცულობის მონაცემებს ვინახავთ მასზე და ასევე რამდენ პარალელურ user-ს აქვს ცნობა მონაცემთა ბაზაზე, ანუ მონაცემების მისვლა-მოსვლაზე. და ასევე დამატებითი ფასი თუ რა მონაცემები ტოვებენ clouds. კარგი ის არის, რომ შემომავალი მონაცემები როგორც წესი, ანუ მონაცემების შესვლის ნაკადი როგორც წესი უფასოა, გამოსავალ ნაკადზე შეიძლება კიდე დამატებითი ტარიფის გათვალისწინება მოგვიწიოს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი გვარიდებს თავს იმისგან, რომ შევქმნათ ჩვენი ცალკე სერვერ ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება იყოს ერთჯერადი ხარჯი, თუმცა ძალზედ დიდი და ასევე ზუსტად არ ვიცოდეთ რა პროცენტს მოვიხმართ და რა პროცენტი დაგვრჩება. ასე რომ, როგორც ყოველთვის ეს არის განტოლება დასათვლელი იმის დამიხედვით თუ რა მასშტაბის გამოყენებას მოველით, რა სერვისების გამოყენებას მოველით და რომელი იქნება ფასით უფრო სახარბიელო, უნდა კერძოდ გამოითვალოს ყოველ სიტუაციაში. შეგვიძლია ასეთ ისტორიას გადავხედოთ. 2002 წელს შეიქმნა AWS-ი როგორც Amazon-ის შიდა პროდუქტი, ანუ იყენებდნენ შიდა დეველოპმენტისთვის. 2003 წელს გახდა იდეა, რომ ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება ფაქტობრივად ცალკე პროდუქტადაც განიხილებოდეს და ეს იყოს რაც მათ შეუძლიათ რომ მომხმარებელს მიაქირავან, ასე ვთქვათ. პირველი პროდუქტი გამოჩნდა 2004 წელს. 2006 წელს უკვე დაემატა კლასიკური S3 და EC2 და 2007 წელს მოხდა ევროპაში გაშვება. და ფაქტობრივად დღეს ალბათ ვერ ნახავთ დიდ კომპანიას, რომელიც რამე cloud ინფრასტრუქტურას მაინც არ იყენებს. შეგვიძლია რაღაცა ესე 2023 წლის სტატისტიკა ვნახოთ, სადაც AWS ჰქონდა 90 მილიარდი წლიური შემოსავალი და ბაზრის 31%-ს მოიცავდა. შემდეგ იყო Microsoft-ი, Google-ი, Oracle და ასე შემდეგ სხვა. ორ შემთხვევაში ესეთი საკმაოდ კაფეოდ გამოკვეთილი ლიდერი არის ბაზარზე. გლობალურ ინფრასტრუქტურაზეც უნდა ვახსენოთ, გარდა იმისა, რომ ეს სერვისები არის ხელმისაწვდომი თქვენთვის როგორც დეველოპერისთვის, ეს სერვისები უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენი მომხმარებლებისთვის. AWS აქვს რამდენიმე რეგიონი, availability zona, ანუ ხელმისაწვდომობის ზონა, ამათ კიდე განვიხილავთ, data ცენტრები და edge location-ები. ახლა სათითაოდ შევხედოთ ესენი რა არის. ამ საიტზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ. ყოველ შემთხვევაში ეს არის სერვერების ქსელი გეოგრაფიული რეგიონებით დაყოფილი და ფაქტობრივად ნებისმიერი ჩვენი პროდუქტი, სერვისი შეგვიძლია დავაკონკრეტოთ, რომელ რეგიონში გვინდა რომ იყოს გაშვებული. და მოკლედ ვიხილავთ, რა სხვაობები შეიძლება იყოს. აი მაგალითად რეგიონებით დავიწყოთ. ეს არის კერძოდ ის გეოგრაფიული რეგიონები, სადაც AWS აქვს ფიზიკური data ცენტრები ხელმისაწვდომი.
შეიძლება ვიხილავთ კიდეც ჩვენ კონსოლში. მათ აქვთ ესეთი ჩამონათვალი და თითოეულ რეგიონს აქვს სახელი. აა, როგორც ხედავთ, ბევრი ქალაქია და თითოეულისთვის კოდი. ანუ ფაქტობრივად გლობალური ხელმისაწვდომობის ქსელი არის აწყობილი. და იმის დამიხედვით, თუ ჩვენ მომხმარებლებს სადველოდებით, შეგვიძლია ამა თუ იმ რეგიონში ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი პროდუქტი. აა, როგორ ავარჩიოთ AWS რეგიონი? ხშირად არის შემთხვევა, რომ მონაცემების შენახვის სიმკაცრე კარნახობს ამას. მაგალითად, RIG დომეინებზე, RIG ტიპის მონაცემებზე ქვეყნების რეგულაციები შემდგის საქმეში, რომ მაგალითად რაღაც ქვეყნის ჯანდაცვის მონაცემები არ უნდა გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მაგალითად და მაგ შემთხვევაში ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მონაცემები ვამყოფოთ ამა თუ იმ რეგიონში. სიახლოვე ჩვენ თავარ მომხმარებელთან, ანუ მომხმარებლისთვის გეოგრაფიული წვდომადობის შემცირება, გამარტივება. რომ შევძლოთ, რომ პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი, უფრო სწრაფად, ამა თუ იმ რეგიონში, ასევე იმის დამიხედვით, თუ სად რამხელა მომხმარება აქვს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველა რეგიონი სხვა ყველა რეგიონიდან არის წვდომადი, უბრალოდ იცვლება დრო, request response-ის დრო, ხელმისაწვდომობა და ასე შემდეგ. ასევე რიგი სერვისები არის რაღაც რეგიონებში ხელმისაწვდომი, რაღაც რეგიონებში არა. ჩვენ ძირითადად რა სერვისებსაც გამოვიყენებთ და გავეცნობით, იქნება ყველა რეგიონზე ხელმისაწვდომი. და ფასებით შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონიდან რეგიონში. ასევე ესეც არის გასათვალისწინებელი. Availability ზონა უკვე არის თითოეულ რეგიონს აქვს თავისი availability ზონა. აი მაგალითად რო ავიღოთ სიდნეი, მას შეიძლება კონდეს 3 წვდომადობის ზონა. რაც გულისხმობს, რომ ეს არის 3 ფიზიკური დატა ცენტრი, რომლებსაც ერთმანეთში აქვთ მაღალი სიჩქარის კავშირგაბმულობა, მონაცემების მიმოცვლის სიმარტივე და იმ შემთხვევაში, თუ ერთ წვდომის არის რამე მოუვიდა, დაშავდა, ავტომატურად იყოს შესაძლებელი, რომ გადავერთოთ სხვაზე, ისე რომ downtime-ი არ იყოს, ან იყოს მინიმალური. ანუ რეალურად ჩვენ ვახერხებთ, რომ ესეთი გეოგრაფიული resilience, ანუ მდგრადობა გამოვიყენოთ, რომელსაც გვაწვდის ჩვენ cloud service. ხო, და როგორც ვახსენე, ეს არის ასე ვთქვათ, ფიზიკურად ცალკე არსებული data ცენტრები. ახლა შეგვიძლია შევიდეთ თვითონ კონსოლზე, თუ შექმენით user-ი თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. მე ახლა links გამოგიგზავნით. აქ შეგიძლიათ შევხვიდეთ. შეგვიძლია დაახლოებით გავეცნოთ რას ვხედავთ პირველს. მოდით ცოტა გავადიდებ. მარჯვენა ზედა კუთხეში ვხედავთ რა რეგიონი გვაქვს არჩეული. იქნება ეს ამერიკის შტატი, იქნება ეს აზიის, კანადის, ევროპის, როგორც ხედავთ, სხვა რეგიონები გვაქვს ხელმისაწვდომი. ჩვენი აკაუნტი, ამ შემთხვევაში კრედიტები, რომელიც გვაქვს, account ID და ასე შემდეგ. აქ შეგვიძლია ასევე ვიხილოთ ჩვენს მიერ ბოლო გაშვებული კომპონენტები, რომელიც გამოგვიყენებია. ერთი წამით დავბრუნდები, ბოდიში გიხდით. ხო, შეგვიძლია განვაგდოთ. მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ რას შევხვდებით ჩვენ კონსოლზე, რა აპლიკაციები გვაქვს გაშვებული, რაღაც ესეთი health, ანუ
ჯანმრთელობის მდგომარეობა თვითონ cloud ინფრასტრუქტურის. აა, აქ შეგვიძლია ასევე ვიხილოთ, აი მაგალითად თუ შევალთ account-ში, აქ შეგვიძლია ვნახოთ აი მაგალითად bills and payments, ანუ რამდენი გვაქვს გამოყენებული live monitoring-ი ჩვენი ხარჯების. რა თქმა უნდა, რაღაც დაგვიანებით აღიწერება ეს, ასე რომ შეიძლება მოველოდოთ რაღაც საათებით, მაგრამ ასე ვთქვათ, პირდაპირ ინფორმაციას ვიღებთ. შეგვიძლია ასევე მარცხენა პანელზე ხედავთ budgets and planning, the budgets. აი მაგალითად, სიტყვისთვის ჩვენ შეგვიძლია ახალი ბიუჯეტი შევქმნათ, ანუ შევზღუდოთ მაქსიმალური ხარჯი და მაგალითად აი ესეთი შეგვიძლია შევქმნათ და ასე იქნება ბევრი AWS კომპონენტიც user interface-ის მეშვეობით, სადაც შეგვიძლია მივუთითოთ სხვადასხვა პარამეტრები. მაგალითად user template, ან customized, მაგალითად შეგვიძლია ასეთი ბიუჯეტი შევქმნათ, რომ როდესაც თქვენი ხარჯი გაცდება 1 ცენტს, ანუ კრედიტებიდან გადახვალთ ხარჯებში, შეგიძლიათ ეს აქ იმეილი მიუთითოთ, რაღაც იმეილი იქნება, სადაც ეს შეგატყობინებთ, რომ აი მაგალითად ამ ბიუჯეტს გავცდით და შემდეგ უკვე შეგიძლიათ მოიმოქმედოთ, როგორც ჩათვლით საჭიროდ. ორ შემთხვევაში ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ ესეთი მარტივი ნოტიფიკაციის სისტემა, მაშინ როდესაც ბიუჯეტი შეიძლება გაცდეს რაღაც წინასწარ განსაზღვრულ დონეს. აქ არის როგორც ესეთი ყოველთვიური, ყოველდღიური და ასე შემდეგ. შეგიძლიათ გაეცნოთ. როგორც ახსენე, ძალიან დეტალურად არ ჩავეძიებით ამ AWS-ისთვის დამახასიათებელ თვისებებს, თუმცა ესე ძირითად შევეხებით და ის რაც დაგვჭირდება ჩვენი ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაშუალებლად. ასევე აქ შეგიძლიათ გაეცნოთ რაღაც უახლეს ინფორმაციასაც, საერთოდ AWS აქვს თავისი ბლოგი, სადაც ძალიან დიდი ინფორმაცია იდება ხოლმე, სხვადასხვა კომპანიები წერენ თუ ესა თუ ის solution-ი როგორ შექმნეს, deployment-ი როგორ გააკეთეს, ძალიან ბევრი სტატია იწერება, რაღაც სტატიები მეც დამიწერია AWS-ის blog post-ისთვის. და ეს გეხმარებათ იმაში, რომ შეგიძლიათ ნახოთ, როგორი ესეთი სამაგალითო არქიტექტურები შეგიძლიათ ააწყოთ და გაუშვათ AWS. მათ აქვს რაღაც თელი ივენთებიც, შეკრებებიც, ასე შემდეგ და ამგვარად. კარგით, დავუბრუნდეთ ჩვენ სლაიდებს და კერძოდ ხელოვნურ ინტელექტს AWS პლატფორმაზე. ალბათ პირველი, მაგრამ არა ერთადერთი სერვისი, რომელსაც გამოვიყენებთ, ეს არის Amazon Bedrock, ქვია მას. ის ფაქტობრივად გვაძლევს გენერაციული AI-ის სერვისებს ხდის ხელმისაწვდომს ჩვენთვის დეველოპმენტისთვის. და ასევე Bedrock-ი არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის AI-ის AWS პლატფორმაზე. ასევე არსებობს SageMaker-ი, ასევე არსებობს მზა სისტემები, როგორც ახსენეთ Recognition. მათ ნელ-ნელა გავეცნობით, თუმცა ასე ვთქვათ, ყველაზე ახლო ჩვენ წინა ლექციებთან და ალბათ ყველაზე აქტუალურიც გამოყენებაში დღეს იქნება Bedrock-ი. ვიხილავთ მის მაგალითზე, როგორ შეგვიძლია შევქმნათ გენერაციული AI სერვისი, ვიხილავთ API-ს, ვიხილავთ foundational, ანუ ფუნდამენტურ მოდელებს, რომელიც არის ხელმისაწვდომი მათ პლატფორმაზე. ასევე ვიხილავთ, როგორ ადვილად შეგვიძლია ავაწყოთ RAG და agent სისტემები. რისთვისაც აქამდე შეიძლებოდა საფიქრელი ქონოდა მონაცემები, როგორ შევინახოთ, როგორ დავაინდექსოთ, დიდი ენობრივი მოდელებს როგორ გავუგზავნოთ და ასე შემდეგ. დღეს ვიხილავთ, რომ ფაქტობრივად კოდის დაწერა როგორც წესი არ გვიწევს, თუმცა ძალზედ გამოგვადგება ის ცოდნა, რაც მივიღეთ წინა ლექციებზე, იმისთვის, რომ გვესმოდეს, როგორ ავაწყოთ ეს სისტემა და რა პარამეტრები როგორ ვაკონტროლოთ.
და ასევე ეს გვაწვდის, ასე ვთქვათ, დახურულ ინფრასტრუქტურას, სადაც მონაცემები და ეს მოქმედი მოდელები იზოლირებულ სისტემაში არსებობა. ანუ ფაქტობრივად ჩვენ არ გვჭირდება მოდელის გაშვებაზე ფიქრი, ოლამას დაყენება, ჩვენ მხოლოდ გვჭირდება გადავწყვიტოთ რა მოდელის გამოყენება გვსურს, რა პარამეტრებით, რა პრომპტით და ძალზე დადვილად შეგვიძლია ასეთი დიდი ენობრივი მოდელის pipeline-ი ავაწყოთ. შეგვიძლია ვიხილოთ რა ძირითადი foundational მოდელები გვაქვს ხელმისაწვდომი. ანუ ეს ის მოდელებია, რაც აქამდეც ჩვენ ვიხილეთ გამოყენებაში, იქნება ეს OpenAI-ის ChatGPT და მათი ვერსიები, იქნება ეს Llama მოდელი, რომელიც გამოვიყენეთ, იქნება ეს Lava მოდელი, რომელიც სურათებისთვის გამოვიყენეთ. ვიხილავთ, რომ აქაც გვაქვს ესეთი არჩევანი სხვადასხვა მომწოდებლის, მათ შორის ანთროპიკი და მეტა და მისტრალი ალბათ გეცნობათ, შეიძლება სხვაებიც. და ასევე Amazon-ის მიერ მოწოდებული მოდელებიც, რომლებიც ფასის მხრივ უფრო ეფექტურია და შეიძლება რიგი ამოცანები ვეროთ უფრო მარტივად და იაფად გადავჭრათ, ვიდრე სხვა დიდი მოდელებით გამოგვივიდოდა. Bedrock-ის უპირატესობა არის ის, რომ ფაქტობრივად აი ამ მოდელის ცალკე ინსტანსს გვაწვდის. ანუ ეს არ არის მოდელი, მოდელის ინსტანსი, რომელიც ასევე ემსახურება სხვა მომხმარებლებს და ასე ვთქვათ, იზოლირებულად არსებობს ჩვენი ინფრასტრუქტურაში. და ჩვენი ის მონაცემები, რასაც ასე ვთქვათ, კომუნიკაციისთვის ვაგზავნით, არ გამოიყენება ტრეინინგისთვის, თუ ამას ჩვენ თვითონ არ მიუთითებთ. ჩვენ ვიხილავთ, რომ Bedrock-ი ასევე გვაწვდის fine tuning-ის, ანუ მოდელის დაზუსტების შესაძლებლობას, მასაც ასე მოკლედ გავეცნობით. თუმცა ეს უკვე ჩვენი აშკარა და კონკრეტული მოთხოვნა არის, რომ ეს და ეს მონაცემები გამოიყენოს მოდელის გასაუბრებაზე. თუმცა ეს მოდელი ისევ და ისევ იქნება მხოლოდ ჩვენთვის ხელმისაწვდომი, ასე რომ ასე იზოლირებულად გაშვებულ მოდელს გვთავაზობს. შეგვიძლია ასეთ არქიტექტურას შევხედოთ, რომელსაც ახლა სათითაოდ კომპონენტს გავივლით. აი მარცხენა მხარეს ჩვენ გვყავს იუზერი, რომელსაც შეუძლია ამ შემთხვევაში ეს იუზერი ვიქნებით ჩვენ, დეველოპერები. შეგვიძლია ავირჩიოთ კერძო მოდელი, მაგალითად Anthropic-ის Claude და დაუსვათ შეკითხვა. მაგალითად, ნუ რა, ამ შემთხვევაში რა არის პოპულარული კერძი იტალიაში და ასე შემდეგ. და მივიღოთ პასუხი პიცა და პასტა. ამის უკან დგას Bedrock-ის ინფრასტრუქტურა. Bedrock-ის ინფრასტრუქტურაში არის ეს foundational მოდელების არჩევანი, რომელთა ჩამონათვალს ჩვენ ვიხილავთ ახლა. ფაქტობრივად შეგვიძლია ავარჩიოთ, რომელი ერთი ან რამდენიმე მოდელი გამოვიყენოთ ამ თუ იმ რეკვესტისთვის. Bedrock-ი ასევე გვაძლევს დამატებითი ფუნქციონალის საშუალებას. ერთ-ერთ ასეთ ფუნქციონალს ქვია knowledge base, რასაც ჩვენ წინა ლექციებში ვეძახდით RAG, ანუ Retrieval Augmented Generation. AWS გარემოში მათ ქვიათ knowledge bases, ანუ ცოდნის ბაზები. ზუსტად ერთ და იგივე რამეს წარმოადგენენ, ოდნავ განსხვავებული სახელით, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დამატებითი მონაცემები ჩავაწოდოთ მოდელს. ჩვენ ეს უკვე არაერთხელ განვიხილეთ, ამიტომ ამ ტექნიკურ შესრულებაში სიღრმისეულად ჩასვლა აღარ მოგვიწევს, უკვე გვესმის, რომ knowledge bases, ანუ RAG სისტემას ჭირდება ვექტორული ბაზა, ჭირდება პროცესი, რომელიც ამ ვექტორულ ბაზაში ჩაწერს ახალ და რელევანტურ ინფორმაციას და query-ის შემოსვლის შემდეგ შეძლებს რელევანტური დოკუმენტების მოძიებას. Bedrock-ი გვაძლევს საშუალებას, რომ რამდენიმე კლიკში ავაწყოთ ეს ინფრასტრუქტურა, დავაკავშიროთ ჩვენ მონაცემებთან და სისტემა ავტომატურად გამოიყენებს მას.
ანუ ფაქტობრივად ფრეიმვორკი მოგცეს იმისთვის, რომ ესა თუ ის ამოცანა მარტივად მოვაგვაროთ. ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ fine tuning API კონდეს, ანუ არსებული მოდელი ავიღოთ. ყველა მოდელზე ეს არ არის ხელმისაწვდომი, მხოლოდ ზოგზე. ჩავაწოდოთ დამატებითი მონაცემები, იქნება ეს კითხვა-პასუხის სახით, იქნება ეს ინსტრუქციების სახით, იქნება ეს ჩვენი შიდა დოკუმენტების სახით. და ამ შემთხვევაში უკვე თვითონ მოდელის განახლება მოხდება და მოდელის გაწვრთნა. ამას მოყვება რიგი სირთულეების, ხარჯების, ამას დეტალურად გავეცნობით. ყოველ შემთხვევაში Bedrock გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ მოდელის fine tuning-იც გავაკეთოთ. ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ ამ ყველა მოდელთან ურთიერთობას ჰქონდეს unified API. ანუ ფაქტობრივად web მისამართი, სადაც ჩვენი request-ები შეგვიძლია გავუშვათ. რომელიც მოელის კერძო prompts და ჩვენ შეგვიძლია მას უპასუხოთ ამა თუ იმ სერვისის გამოყენებით. ამ ყველაფრის მაგალითებს დღეს ვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ეს ავაწყოთ და მოდით გადავიდეთ კონსოლში და აქ შეგვიძლია თქვენ შემთხვევაში ეს ახლახან recently visited იქნება ცარიელი და ამიტომ შეგვიძლია შემიგნარეთ მოიქცეთ. მაგალითად შევიდეთ ყველა სერვისში და აქ გინდათ unbind შეგიძლიათ ნახოთ, აქ სერვისების რაოდენობა ძალზე დიდია. შეგიძლიათ ესე კატეგორიებად არის ისინი დაყოფილი. სიმარტივისთვის შეგვიძლია ახლა უბრალოდ Bedrock ჩავწეროთ search-ში და ვიხილავთ Bedrock არის ხელმისაწვდომი. ასევე არის Bedrock Agent Core და Amazon SageMaker, რომელიც ვახსენე უკვე მანქანური სწავლების მოდელები. ამას მომავალ ლექციაზე განვიხილავთ. დღეს შეგვიძლია აი Bedrock-ზე გადავიდეთ. და ვიხილოთ რა არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი აქ. ვხედავთ ესეთ მიმოხილვას, სადაც არის მოდელების კატალოგი, model spotlight, რომელიღაც კონკრეტული ერთი მოდელი გამოყოფილი, API keys შექმნა თუ გვინდა, სხვადასხვა ტესტები და ასე შემდეგ. დავიწყოთ იმით, რომ აი მარცხენა პანელზე შეგვიძლია discover, overview, model catalog, API keys. შეგვიძლია მაგალითად მოდელების კატალოგში გადავიდეთ. და ვიხილავთ ჩამონათვალს სხვადასხვა ტიპის და მწარმოებლის მოდელებს. ჩვენ აქამდე შეგახსენებთ, რომ ძირითადად ან ChatGPT-ს ვიყენებდით, ან Llama-ს. ეს როგორც Llama-ს მოდელების გვერდზეც ვიხილეთ, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ყველა ხელმისაწვდომი მოდელის. აქაც შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ესეთი ძებნის და ფილტრაციის მეთოდები გამოვიყენოთ. იქნება ეს მომწოდებელი კომპანია Amazon-ი, Anthropic-ი, Cohere, DeepSeek, ასე შემდეგ. სხვადასხვა ტიპის მოდელები იქნება ეს serverless-ი, ან თუ გვინდა რომ Bedrock Marketplace-ი იყოს ხელმისაწვდომი. თუ რა ტიპის მონაცემებთან გქონდეთ ურთიერთობა, აუდიო, embedding-ი, სურათები, multimodal, ანუ რამდენიმე მოდელის კომბინაცია, speech, tabular, text vision, video. ანუ როგორც ხედავთ, საკმაოდ ფართო სპექტრია ის მონაცემების ტიპის მოდელების, რომელსაც ისინი გვაწვდიან. თითოეულზე ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, შევიდეთ, გავეცნოთ ახლოდან, მაგალითად, Cloud Opus 4.5, ეს შედარებით ახალი გამოსული მოდელი არის, ძალზედ მძლავრი. ვიხილოთ მისი მახასიათებლები, Model ID. Model ID მომავალში დაგვჭირდება, როდესაც ამ კომპონენტებს კოდით გამოვიძახებთ, ეს იქნება მოდელის იდენტიფიკატორი. ანუ კერძოდ რა მოდელის გამოყენება გსურს, შეგვიძლია Model ID-ით წამოვიღოთ. Release date 24 ნოემბერი, ანუ ფაქტობრივად ერთი კვირის წინ გამოსული მოდელი არის, თქვათ შორის ძალზე მძლავრი. ამასთან ერთად შეგვიძლია Amazon-ის მოდელებიც ვიხილოთ, მათ აქვთ როგორც embedding-ის მოდელები, ისე ტექსტის მოდელები. მე ასევე ჩაგიგდებთ საიტს, სადაც ფასების კალკულაცია შეგეძლებათ და რაღაც მაგალითებსაც ვიხილავთ, ნახავთ, რომ Amazon-ის მოდელები შედარებით უფრო
ასე ვთქვათ, მომგებიან ფასად შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგრამ აქაც შეგვიძლია ვიხილოთ, რომ რამდენიმე მოდელი გვაქვს. აა, სუბუქები, დიდები, ფოტოებთან მომუშავე, image generation, text embedding, ანუ ფაქტობრივად Amazon-ის გვაწვდის ასეთ სპექტრ ჩვენი მოდელების. კიდევ ერთი საინტერესო ის, რომ ეს ყველაფერი შეგვიძლია დავტესტოთ და გავუშვათ ადგილზევე. მაგალითად, აი ტესტ ქვემენიუში შეგიძლიათ chat and text playground შევიდეთ, შეგვიძლია აქ. და აქ შეგვიძლია ვიხილოთ ესა თუ ის მოდელი საქმეში. მაგალითად, single prompt შეგვიძლია ავირჩიოთ, შეგვიძლია ავირჩიოთ მოდელი. რამე შეგვიძლია სუბუქით დავიწყოთ. Nova Lite, ეს თვითონ Amazon-ის მოდელი არის. აქ ხედავთ პარამეტრებს, რომელიც შეგვიძლია ვაკონტროლოთ. ეს პარამეტრები ჩვენთვის ნაცნობი უნდა იყოს. Maximum output tokens, გამომავალი პასუხის ტოკენების მაქსიმალური რაოდენობა. Temperature, top P, თუ გახსოვთ, ამით ვაკონტროლებდით მოდელის პარამეტრებს, იმისა თუ რამდენად დეტერმინისტული თუ ასე ვთქვათ, კრეატიული პასუხი მივიღოთ მოდელისგან. ეს პარამეტრები ჩვენთვის ცნობილია და შეგვიძლია ფაქტობრივად, ანუ გაუსვლელად ეს ყველაფერი გამოვიყენოთ. Guardrails, რომელსაც დღეს კიდე შევეხებით უფრო ახლოდან. ეს ყველაფერი შეგვიძლია როგორც chat mode-ში გამოვიძახოთ, ასევე ერთი პრომპტის mode-შიც. აი მაგალითად ავიღოთ რამე ხელმისაწვდომი მოდელი თუ გვაქვს. შეიძლება მე რახან ეს ახალი იუზერი მაქვს გაკეთებული, მაქვს შესაძლებლობა. ბატონო. ეს ვასკული, საფრანგეთის დედაქალაქი. ბოდიში, ეს უნდა მიუთითოთ. ეს უნდა შევაშოთ. ეს შეიძლება კერძოდ ამ მოდელის ამბავი იყოს, მაგას გავარკვევაში საქმე. ყოველ შემთხვევაში გვაქვს საშუალება, რომ როგორც ტექსტის სატესტო რეჟიმში ვიმუშაოთ, ასევე სურათის და ვიდეო რეჟიმშიც. მაგალითად, image generator მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ Amazon-ის, ან ნებისმიერი სხვა. აქაც მივუთითოთ პარამეტრები, რომლის მიღებაც გსურს. და შევქმნათ მაგალითად ფოტო. წესით ამ უნდა იმუშაოს. მაგალითად რას ნარინჯისფერი ჩანთა ადამიანზე. ნახოთ და გენერირებს მოდეიზამს. აქ ვაკონტროლებთ რამდენი სურათი მივიღოთ, რა გაფართოების და სხვადასხვა მოდელის პარამეტრებს. ამ შემთხვევაში ვიყენებთ Amazon-ის Titan models, თუმცა რაც რიგი არჩევანი გვაქვს, თუ რომელი შეგვიძლია გამოვიყენოთ. იმედია დღეს მივიღებთ პასუხს, იმიტომ დღეს როცა მივიღე. იმედია თავი არ დავიწყო. არა კი ბატონო. ხო, ну აი მაგალითად რაღაც ნარინჯისფერი ჩანთა ადამიანს. შეგვიძლია რაღაც წარწერაც გავაკეთოთ თეორიულად. ну ეს ყოველთვის არ გვესწავლება ეს სტანდარტული გამოყენებები, ვიცით. შეგვიძლია დავუბრუნდეთ სლაიდებს და თითოეული ეს Bedrock-ის მიერ შემოთავაზებული კომპონენტი ოდნავ უფრო ახლოს გავიცნოთ. ესე იგი, foundational მოდელები. როგორ ავარჩიოთ მათ შორის? ეს უნდა გადავწყვიტოთ იმის ტიპის მიხედვით, რა ამოცანაც გვაქვს გადასაწყვეტი. იქნება ეს ტექსტის გენერაცია, ინსტრუქციის გენერაცია, სურათის, ვიდეოს, აუდიოს დამუშავება. რამდენად კომპლექსური და დიდი მოდელი გვჭირდება. თუ გამოვიყენებთ დიდ მოდელებს, ეს რა თქმა უნდა ასოცირებული არის ხარჯებთან.
მაგრამ რეალურად შეიძლება თუ ამოცანა მკაფიოდ არის დასმული და პრომპტიც მკაფიოა და რელევანტური კონტექსტს მოიცავს, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ დიდი მოდელი რეალურად არც გვჭირდება და შეიძლება პატარა მოდელითაც არანაკლები წარმატება მივიღოთ. აა გვჭირდება თუ არა რამდენიმე მოდელი თუ ერთი, ანუ არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პრომპტს რამდენიმე მოდელს უგზავნით, ვიღებთ რამდენიმე შედეგს და მათ ასე ვთქვათ შეჯამებას ვაკეთებთ უკვე ერთმანეთში. აა Amazon Titan ეს არის უკვე თვითონ Amazon-ის მიერ შექმნილი მოდელი, საკმაოდ მაღალი წარმოდგის, შეუძლია როგორც სურათებთან მუშაობა, ტექსტთან, სხვა მოდელებთან ერთად დაჯგუფება, ასევე ასაპორტებს fine tunings, ანუ შესაბამისად შეგვიძლია ჩვენი დამატებითი მომცემები ჩავაწოდოთ, რომ თვითონ მოდელის წონები შევცვალოთ. აა და როგორც წესი, Amazon-ის მიერ მოწოდებული მოდელები უფრო ფასის მხრივ უფრო ეფექტურები არიან. აი შეგვიძლია ერთ-ერთ ასეთ შედარებას შევხედოთ. Titan Text Express, Llama 2, 70 მილიარდიანი პარამეტრიანი, Claude 2.1 და Stable Diffusion 1.0. და თითოეულს მაგალითად შეგვიძლია გავეცნოთ მათი მაქსიმალური კონტექსტის ფანჯარა. Titan-ის შემთხვევაში ეს არის 8000 თოუკენი, Llama-ის შემთხვევაში 4000, Claude-ის შემთხვევაში 200000. Stable Diffusion-ის შემთხვევაში ეს არის სურათის გენერაციის მოდელი, ამიტომ ოდნავ სხვანაირად ითვლება, თუმცა ასეთი 77 თოუკენი თითო პრომპტზე. ფიჩერები მაგალითად Titan-ის შემთხვევაში გვაქვს საკმაოდ მაღალი წარმოდობა ტექსტური მოდელებისთვის, 100-ზე მეტი ენის მხარდაჭერა, და ასე შემდეგ. შეგვიძლია Llama-ის შემთხვევაში ეს იქნება large scale tasks, dialogue, English, ანუ მათი ძლიერი მხარეები. Use case-ები, ანუ რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, Titan-ის შემთხვევაში ეს არის კონტენტის გენერაცია, კლასიფიკაცია, სწავლება, ასევე შეგვიძლია ვიხილოთ სხვა მოდელების use case-ები. და დაახლოებით ფასები ანუ 1000 tokens. აი შეგვიძლია ვიხილოთ Titan-ზე მოდი ეს მილიარდ tokens-ზე რო გადავიყვანოთ, უფრო ადვილი წასაკითხი იქნება 8 ცენტი. Llama-ის შემთხვევაში ეს იქნება 1.9 სხვა არ მეშლება, ხო 1.9 დოლარი. Claude-ის შემთხვევაში ეს იქნება 8 დოლარი. ამ შემთხვევაში აქ სურათებით ითვლება, ეს არის დაახლოებით 4-დან 8 ცენტამდე თითოეულ სურათზე. Output-ზეც აი შეგვიძლია ვნახოთ Titan-ი ბევრად უფრო მომგებიანია ფასის მხრივ და უფრო ნაკლები ღირს ვიდრე იგივე Llama, ან მით უმეტეს Claude-ის შემოთავაზებები. ანუ ფაქტობრივად შეგვიძლია ვიხილოთ, რომ რაღაც შემთხვევაში შეიძლება 10-ჯერ უფრო იაფიც იყოს და რიგ გამოცანებში შეიძლება აბსოლუტურად საკმარისი იყოს მისი წარმატება, რომელიც როგორც ხედავთ, არც ყველაზე მცირეა. Llama-ის ზოგ მოდელს შეიძლება უსწრებდეს კიდეც. და ჩვენ დღეს ასევე ვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ეს მოდელები შევაფასოთ, რომ შემდეგ ვთქვათ, ესა თუ ის მოდელი გვაწყობს თუ არა. ახლა მოკლედ შევეხოთ მოდელის fine tunings. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მონაცემები ჩავაწოდოთ ამ foundational მოდელებს. Amazon Titan-ის შემთხვევაში ეს fine tuning-ი არის მხარდაჭერილი, ანუ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ არსებული მოდელი, Llama 2-ის შემთხვევაშიც არის fine tuning-ის მხარდაჭერა. ჩავაწოდოთ ჩვენი კერძო უკვე labeled ინფორმაცია და ამით შევძლოთ მოდელის ნაბიჯ-ნაბიჯ fine tuning. არის რიგი შემთხვევები, როდესაც ასეთი მიდგომა ამართლებს, არის რიგი შემთხვევები, როდესაც რეგის არქიტექტურის გამოყენება ბევრად ჯობია. ჩვენ ახლა ამათ ვიხილავთ. Fine tuning-ი შეცვლის ჩვენ მიერ არჩეული მოდელის წონებს. Training data უნდა გავამზადოთ და უნდა იყოს წინასწარ გამზადებულ ფორმატში და უნდა იყოს შენახული Amazon S3-ში. რაც გულისხმობს, რომ ატვირთული უნდა იყოს AWS-ის ინფრასტრუქტურაში.
აა provisioned throughput უნდა გქონდეს არჩეული, ეს გულისხმობს, რომ ასე ვთქვათ, წინასწარ განსაზღვრული გამტარობა გვაქვს შეძენილი ამ მოდელისთვის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ მონაცემებით გააკეთე fine tuning. ყველა მოდელი არასაპორტებს ამას, რიგი მოდელების და მაგალითად შეგვიძლია Amazon S3-ზე ავტვირთოთ ასეთი JSON ფაილები. პრომპტი იქნება მაგალითად რა არის AWS-ი, პრომპტის პასუხი არის Amazon-ის ის ნიშნავს Amazon-ის web services და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, JSON-ში უნდა გქონდეს ეს წინასწარ განსაზღვრული პრომპტები და პასუხები ატვირთული S3-ზე. ჩვენ ამის მაგალითს ვიხილავთ, თუმცა იმასაც ვნახავთ, რომ რეგი ამ შემთხვევაში ბევრად უფრო იაფად და მომგებიანად მოგვიგوارებს ამ ამოცანას. რამდენიმე ტიპის fine tuning-ი არსებობს, მაგალითად instruction based fine tuning, როდესაც ჩვენ ვაწვდით კერძო ინსტრუქციების მაგალითს. ეს ფაქტობრივად ამატებს მოდელის წონებს ანახლებს და უმატებს მას უფრო მეტ ცოდნას რაღაც კერძო ინსტრუქციების დომეინს. ამ შემთხვევაში გვჭირდება წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციების ერთობლიობა, ასე ვთქვათ, ჩამოწერილი პრომპტი და completion წყვილები. ასევე არსებობს continued pre-training, როდესაც ჩვენ ვაწვდით, ასე ვთქვათ, ერთ დოკუმენტს. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ჩვენი რაღაც შიდა დოკუმენტაცია ან რაღაც მონაცემების ფაილი. ამ შემთხვევაში unlabeled data. და ეს ასე ვთქვათ, ისევ და ისევ მოდელის წონებს ანახლებს, მოდელის fine tuning-ს აკეთებს. ეს იმ შემთხვევაში ახლოვე მომგებიანი, როდესაც რაღაც ახალი ტერმინოლოგია ან აკრონიმები გვინდა რომ მოდელს ვასწავლოთ. ამ შემთხვევაში აი აქ ხედავთ CTA გვაქვს ახსნილი, რაღაც HFT, ყველა კომპანიას აქვს თავისი რაღაც შიდა ინფორმაცია, შიდა ტერმინოლოგია. ამის ჩასაწოდებლად არის ხოლმე მომგებიანი, რომ მოდელმა იცოდეს უკვე ამ ტერმინოლოგიის გამოყენება. Single thread messaging, როდესაც მონაცემები, რასაც ჩავაწვდით fine tuning-ისთვის არის უფრო კითხვა-პასუხის სახის. როგორც გახსოვთ, წინაზე ჩვენ გვქონდა ასეთი სისტემური მესიჯები, სადაც მოდელს ასე ვთქვათ, წინასწარ აღწერას ვაწვდით და შემდეგ მესიჯების ჩამონათვალი, ანუ კითხვა-პასუხი. ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც ხედავთ, საკმაოდ ესეთი დაწყობილი და გამზადებული ინფორმაცია გვჭირდება, რაც ყოველთვის შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი. თუმცა ეს ისევ და ისევ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ, თუ ხედავთ, რომ ესა თუ ის ენობრივი მოდელი არ პასუხობს ისე ჩატის შეკითხვებს, როგორც ჩვენ გვჭირდება, თეორიულად შეგვიძლია ასეთი fine tuning dataset-ი ავაწყოთ, მას ჩავაწოდოთ და მივიღოთ უკვე ჩვენთვის სასურველი შედეგები. და იგივე, ოღონდ, როდესაც ჩატი არის არა ერთი წყვილი კითხვა-პასუხის, არამედ მრავალი. ანუ ფაქტობრივად რაღაც არსებული ჩატები შეგვიძლია ჩავაწოდოთ fine tuning-ისთვის. რამდენიმე fine tuning-ის ასე ვთქვათ პრაქტიკა. მოითხოვს უფრო მაღალ ბიუჯეტს, იმიტომ რომ რეალურად ვიღებთ დიდ მოდელს და მისი წონების გადაცვლა გასწორებას ვაკეთებთ. როგორც წესი ინსტრუქციაზე დაფუძნებული დატასეტები უფრო იაფია ხოლმე. იმიტომ რომ ნაკლები გამოთვლა ჭირდება მოდელს გასაახლებლად. ჭირდება ინჟინერის ძალისხმევა, ანუ დატასეტს უნდა მომზადება, ჩაწოდება, მოდელს უნდა fine tuning-ი და ასე ვთქვათ, დამატებითი ნაბიჯები ჭირდება იმისთვის, რომ მოდელი მივაახლოვოთ ჩვენთვის სასურველ მისდამთან. თუმცა არის რიგი შემთხვევები, სადაც ასეთი მიდგომა ძალზედ გამოსადეგი არა. Chatbot-ი, რომელსაც ვქნით, რომელსაც მაგალითად გვსურს, რომ რაღაც სპეციფიური აკრონიმები ან ტერმინოლოგია იცოდეს,
თუ გჭირდება რომ მოდელის ცოდნა ასე ვთქვათ განვაახლოთ, რა თქმა უნდა ეს მოდელები გაწვრთნილი არის წარსულში, მათ ახალი ინფორმაცია არ გააჩნიათ როგორც უკვე აღვნიშნეთ და მაგალითად თუ გსურს რომ ეს მოდელები განვაახლოთ. აა, რაღაც ისეთ ექსკლუზიური დატა, რომელიც შეიძლება იყოს რაღაც ისეთი მაგალითები, რაც სხვა შემთხვევაში შეიძლება ვერ ჩავაწოდოთ მას. და რაღაც ზუსტი use case-ები, მაგალითად, გსურს კატეგორიზაცია ან სიზუსტის შეფასება, ყოველ შემთხვევაში ისეთი მოდელები, რომლებიც უფრო რაღაც კონკრეტული მიმართულებით უნდა იყვნენ მიმართული, იმისთვის რომ ამოცანა უფრო ეფექტურად გადაგუჭრა. Bedrock-ი ასევე გვაწვდის საშუალებას მოდელების შეფასების. ჩვენ ამასაც ვიხილავთ ჩვენ კონსოლის პრაქტიკულ მაგალითზე. ყოველ შემთხვევაში მოდელის და რეგ არქიტექტურის შეფასება არის საკმაოდ აქტუალური და საჭირო კომპონენტი თითქმის ყველა დიდი pipeline-ის. ჩვენ რეალურად შეიძლება შედეგებს ვიღებდეთ, თუმცა რიცხობრივად ვერ ვაფასებდეთ, რამდენად კარგი არის მიღებული შედეგი. ეს შეიძლება გვჭირდებოდეს ხარისხის კონტროლისთვის, ეს შეიძლება გვჭირდებოდეს თვითონ არქიტექტურის გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელ მოდელს ავარჩევთ, რომელ embedding მოდელს ავარჩევთ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ტექსტის შეჯამების მხრივადაც, კითხვა-პასუხის შემთხვევაში, ტექსტის კლასიფიკაციის შემთხვევაში და ასე შემდეგ. ანუ რიგ ამოცანებში, რომელსაც გვიჭრის დიდი ენობრივი მოდელი, უნდა შეგვეძლოს რიცხობრივად ვთქვათ, რამდენად სწორი არის ჩვენ მიერ მიღებული შედეგი. როგორც წესი, ეს მიიღწევა benchmark question answer dataset-ის აწყობით. ანუ ვაწყობთ კითხვა-პასუხის dataset-ს, არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს დიდი, თუმცა სასურველია იყოს მრავალმომცველი. ანუ შეეხებოდეს სხვადასხვა ასპექტს. ისეთ როგორცაც მოველით რომ დაგჭირდება production-ში ჩვენი მოდელისთვის. ანუ ფაქტობრივად ვაწყობთ ასეთ კითხვა-პასუხების წყვილებს და ეს benchmark კითხვები შეგვიძლია გავუშვათ ჩვენ მოდელში, რომელიც დაგვიგენერირებს პასუხებს. შემდეგ შეგვიძლია ავიღოთ ჩვენი benchmark პასუხები და დაგენერირებული პასუხები და შევაფასოთ, რამდენად შეესაბამებიან ისინი ერთმანეთს. და ასე ვთქვათ, რიცხობრივი ქულა მივანიჭოთ მათ მსგავსებას. რამდენიმე ქულის დაწერის საშუალება არის აქ. ფაქტობრივად შეგვიძლია კიდე ერთი მოდელი გამოვიძახოთ, დიდი ენობრივი მოდელი და ვუთხრათ, აი ეს პასუხი და ანუ ეს წინასწარ განსაზღვრული პასუხი და ეს დაგენერირებული პასუხი რამდენად შეეფერებიან ერთმანეთს, ხშირად ასეც აკეთებენ, რომ კიდევ ერთ ენობრივ მოდელს იყენებენ ამ სხვაობის შესადარებლად. და ეს შეგვიძლია გავატაროთ თითოეული გაცემული პასუხისთვის. და შესაბამისად მივიღოთ აქედან ქულაც. ახლა ჩვენ ვიხილავთ რა ევალუაციის, ანუ შეფასების საშუალებები გვაქვს თვითონ Bedrock-ის საშუალებით. Benchmark dataset-ებს რაც შეეხება, ეს არის curated collection of data designed specifically at evaluating the performance of the language model. ანუ ეს არის სპეციალურად შედგენილი კითხვა-პასუხების წყვილი. Wide range of topics, complexities, linguistic phenomena. ანუ სასურველია მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის თემებს, კომპლექსურობას და ისეთივე ტიპის ენით უნდა იყოს დაწერილი, რომელსაც ჩვენ მოველით, რომ მომხმარებელი მას მიაკითხავს უკვე production-ში. ეს დაგვეხმარება, რომ გავზომოთ სიზუსტე, სისწრაფე, efficiency, ანუ ეფექტურობა. არსებობს როგორც წინასწარ შედგენილი benchmark dataset-ები, ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც ღირს თქვენი კონკრეტული benchmark dataset-ის შექმნა. როდესაც შეძლებთ მაღალი სიზუსტით თქვათ, რამდენად კმაყოფილი ხართ მიღებული შედეგებით თუ არქიტექტურა კიდე საჭიროებს გაუმჯობესებას. Amazon Bedrock-ი ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ ადამიანის მიერ იქნას ეს შემოწმებული. ანუ მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ექსპერტს მივცეთ წვდომა
როგორც დაგენერებულ კითხვა-პასუხზე, ისე ჩვენ წინასწარ განსაზღვრულ პასუხებზე და მათ შეუძლიათ ასეთი ფიდბექი მოგვაწოდონ ეს ამ კითხვებზე, რამდენად შეესაბამებიან ისინი ერთმანეთს. ეს შეიძლება იყოს რაღაც ლაიკი, დისლაიკი, ან ქულა, ან ტექსტური შეფასება და ასე შემდეგ. ესე იგი, რა ტიპის ევოლუციის მეტრიკები არსებობს, ესენი ჩვენ Bedrock-ზე პირდაპირ გვაქვს ხელმისაწვდომია, ასე რომ მათი იმპლემენტაცია არ გვიწევს, ფაქტობრივად შეგვიძლია პირდაპირ გამოვიყენოთ. ერთ-ერთი ასეთი შეფასების მეტრიკა არის ROUGE, ან ROUGE, რაც ხშირად გამოიყენება ტექსტის შეჯამების ან თარგმნის ამოცანებში. ხშირად მას მოყვება პარამეტრი n-ი, ანუ რამდენი n-გრამი, ანუ სიტყვის წყვილი ტოკენები ან სამჯგუფა ტოკენები ან ნებისმიერი სხვა, რამდენი ასეთი n ჯგუფი გამოვიყენოს ჩვენი ორი პასუხის შესადარებლად. ასევე არსებობს ROUGE L, ანუ ყველაზე გრძელი საერთო ქვესიმრავლე, რომელიც შეგვიძლია მოვძებნოთ ამ ორ პასუხს შორის. ორივე შემთხვევაში, რაც უფრო მაღალია ეს მეტრიკა, ესე იგი, მით უფრო ახლოს არის ეს ორი ტექსტი ერთმანეთთან. Blue, Bilingual Evaluation Understudy, არის კიდევ ერთი შეფასების მეტრიკა. ის ზომავს, ანუ სხვა კომბინაციის n-გრამებს უყურებს. ეს შეიძლება იყოს 1, 2, 3, 4, ასე შემდეგ. და რამდენად საერთო არის ამ ორ შედეგს შორის ეს n-გრამები მაგას ითვლის. BERT score იყენებს ტრანსფორმერ არქიტექტურას, ის არქიტექტურა, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ წინა ლექციებზე. ფაქტობრივად ამ ორი პასუხის ვექტორულ წარმოდგენას ითვლის და ამ ვექტორებს შორის მანძილს დათვლის. ანუ ამას ქვია semantic similarity, ანუ აზრობრივი სემანტიკური თანხვედრა ორი პასუხის. ასეთი მეტრიკები შეგვიძლია გამოვთვალოთ ჩვენ დაგენერირებულ პასუხზე და სანიმუშო პასუხზე, რომ თქვათ, რამდენად ახლოს არიან ისინი ერთმანეთთან. ასევე არის მეტრიკა სახელად perplexity, რამდენად კარგად ახერხებს მოდელი შემდეგი ტოკენის predictions. ამ შემთხვევაში ჩვენ ამ მეტრიკის მინიმიზაცია გვსურს, ანუ რაც უფრო ნაკლებია, მით უკეთესია. ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს ბიზნეს მეტრიკები, ანუ რეალურად ჩვენ აქამდე ვაფასებდით ესა თუ ის პასუხი ან შედეგი რამდენად შეეფერება ჩვენ მოლოდინს, თუმცა ბიზნეს მეტრიკებიც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. User-ის კმაყოფილება, average revenue per user, ანუ საშუალო მოგება თითო user-ზე, cross-domain performance, ანუ რამდენად მოდელის შედეგები რამდენად კარგი არის სხვადასხვა დომეინზე და conversion rate. მაგალითად, ანუ generate recommended desired outcomes such as purchases. ანუ მაგალითად, თუ ჩვენი მოდელი ემსახურება გაყიდვების გაზრდას, ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ პროცენტი თუ რამდენად ეხმარება ამ კონკრეტულ მიზანს. ან თითოეული user-ისთვის რა რიგ შემთხვევებში რამდენჯერ დაეხმარა მათ მიზნის მიღწევაში. მაგის პროცენტიც შეგვიძლია გამოვთვალოთ. და ახლა შეგვიძლია Bedrock-ში ვიხილოთ ესა. შეგვიძლია დაუბრუნდეთ ჩვენ Bedrock-ის კონსოლს. და აქ შეგვიძლია ვიხილოთ evaluation ჩვენ აქ sidebar-ში. შეგვიძლია გავხსნათ. აქ შეგვიძლია ვიხილოთ შეგვიძლია შევქმნათ evaluation-ი როგორც მოდელისთვის, ისე რეგისთვის. თითოეულ შევეხებით. და შეგვიძლია შევქმნათ როგორც ავტომატური შეფასების სისტემა, რაც იქნება programmatic, ანუ ქულების დათვლა, LLM as a judge, ანუ კიდე ერთი მოდელის შემოყვანა დიაგრამაში და ის გვეტყვის, რამდენად შეეფერება ეს ორი პასუხი ერთმანეთს. ან human based, სადაც უკვე human expert-ი სათითაოდ შეძლებს ამ შეფასებების reviews გაკეთებას.
აი მაგალითად შეგვიძლია შევქმნათ პროგრამული ევალუაციის საშუალება, დავარქვათ რაღაცა evaluate our model. ავარჩიოთ რამე მოდელი. რა ტიპის ამოცანის გადაჭრა გსურს, მოდით ცოტა გავადიდებ. General text generation, text summarization, question and answer, text classification. დავუშვათ გენერაციისთვის გსურს მისი შემოწმება. შეგვიძლია ავარჩიოთ built-in datasets ვიყენებთ, ანუ ის თავისით უკვე გვაწვდის რაღაც ასეთ კლასიკურ კითხვა-პასუხების წყვილს, რომელზეც შეუძლია შეაფასოს, ან შეგვიძლია ჩვენი ავტვირთოთ. User your own prompt dataset. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია JSON ფაილი ავტვირთოთ S3-ზე. ახლა შემიძლია S3-იც გავჩვენოთ. შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჩვენ თავარ კონსოლს, წებნაში ჩავწეროთ S3. S3 გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ფაილები აქ შევინახოთ. და შეგვიძლია შევქმნათ bucket, ანუ ჩვენი მონაცემების ერთობლივება. bucket-ს უნდა გქონდეს უნიკალური სახელი, მაგალითად Higgs evaluation study. ვართოთ პარამეტრები ეს bucket-ი წტომადი იქნება, გარედან არ იქნება. ახლა ამას ფოკუსირება არ არის საჭირო, შეგვიძლია უბრალოდ შევქმნათ ასეთი bucket-ი. ხო, ქვედაპირები არ არის სასურველი, და დავიდეთ უბრალოდ ეს. კი ბატონო, აი შევქმნით ასეთი bucket-ი, Higgs evaluation study. აქ შეგვიძლია ავტვირთოთ როგორც ჩვენი JSON დოკუმენტი, სადაც იქნება კითხვა-პასუხების წყვილები. შეგვიძლია ავტვირთოთ, ახლა მე აქ ერთ PDF-ს ავტვირთავ, რომელიც გამოგვადგება ჩვენ წინა პრაქტიკულზე განხილულ PDF-ს გამოვიყენებ. Microsoft Annual Report. კიდე ავტვირთავ ერთ სამაგალითო PDF დოკუმენტს, ესეც გამოგვადგება, ვიხილავთ რაში. ანუ ფაქტობრივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ აქ შეგვიძლია ავტვირთოთ ნებისმიერ სახის ინფორმაცია. ასევე არის საინტერესო ის, რომ ეს ყველაფერი შეგვიძლია ავტომატიზაციის დონეზე დავიყვანოთ. ჩვენ შეგვიძლია გქონდეს ასეთი პარალელური პროცესი, რომელიც დოკუმენტებს გვიტვირთავს ჩვენ S3-ზე. აი მაგალითად ავიღოთ ეს მინდა და ისვი მოვახლა. მისავტვირთო. კი ბატონო, შეგვიძლია ეს ფაილები ავტვირთოთ. და მიუთითოთ, თუ საჭირო იქნება ეს ჩვენი კითხვა-პასუხების JSON-ი შეგვიძლია აქ მიუთითოთ. და ეს ავტომატურად გამოიყენებს მას სხვადასხვა მეტრიკების გამოსაცვლად. ასევე შეგვიძლია მიუთითოთ შედეგები, სადაც ჩადოს, ეს იქნება რეპორტი. შეგვიძლია მიუთითოთ S3-ის დირექტორია, სადაც ეს შედეგი ჩაიტვირთება. და შეგვიძლია ასევე მიუთითოთ როლი ან ახალი შევქმნათ. ახლა გავაკეთოთ, რომ ახალი სერვის როლი გამოიყენოს მისთვის. ხო, მოდი არსებული data გამოვიყენოთ და ჩავგვიდოს აი ამ ჩვენ bucket-ში, რომელიც ახალ შევქმნით. აქ შეიძლება დრო ჭირდება. ასე ავიღოთ. ფოლდერიც უნდა მივუთითოთ. კი ბატონო, ჩვენ აქ შეგვიძლია ფოლდერი შევქმნათ. და ის მივუთითოთ მაგალითად evaluation results. და უკვე ამაში ჩავდოთ ჩვენი მონაცემები.
კი ბატონო. ნუ ახლა ყოველ შემთხვევაში დეტალურად მაგის ჩაძირების დრო მაინც არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში ის ავტომატურად დაგვეხმარება მოდელის შეფასებაში და ამ ქულებს ჩაგვიტვირთავს ჩვენ S3 პაკეტში. შეგვიძლია გავაგრძელოთ REG სისტემა, ამას აღარ ჩავეძიები, პირდაპირ გაჩვენებს დემონსტრაციას თუ REG-ი როგორ შეგვიძლია ავაწყოთ Bedrock-ზე. ტექნიკურად ჩვენ ეს არაერთხელ განგვიხილავს და აგვიწვია ლოკალურ პროექტზე. ახლა უბრალოდ მაგალითს ვიხილავთ, როგორ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ Bedrock-ის მეშვეობით. Bedrock-ში ეს გვაძლევს იმ უპირატესობას, რომ როდესაც მოდელისგან მივიღებთ პასუხს, პასუხის ესეთ თითოეულ აბზაცს ექნება წყაროს ინფორმაცია. თუ ესა თუ ის პასუხი, რომელი დოკუმენტიდან წამოიღო. ვექტორულ ბაზის solutions Bedrock-ი ავტომატურად გვაწვდის, რაც აქამდე ჩვენთვის უნდა შეგვექმნა, აქ ფაქტობრივად ჩვენთვის მოგვარებულია. ჩვენ გვჭირდება რომ მონაცემები უბრალოდ მივაწოდოთ ამ სერვისს, ამ შემთხვევაში განვიხილავთ S3-ს, თუმცა სხვა წყაროების საშუალებაც არსებობს. ის ავტომატურად შეძლებს ამ დოკუმენტების დაყოფას, ემბედინგების გამოთვლას და ვექტორულ ბაზაში შენახვას. Bedrock-ი დეფოლტად გვაწვდის რამდენიმე ვექტორული ბაზის შექმნის საშუალებას. მათ შორის არის თვითონ Amazon-ის OpenSearch და Aurora. მაგრამ ასევე სხვა ბიბლიოთეკები, როგორც არის MongoDB, Redis და Pinecone. ანუ ფაქტობრივად საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს თუ რომელი ვექტორული ბაზის გამოყენება შეგვიძლია. Embedding model-ზეც გვაქვს არჩევანი, შეგვიძლია Titan გამოვიყენოთ თვითონ Amazon-ის, Cohere. Titan-ი ამ შემთხვევაში უფრო ხელმისაწვდომი იქნება და მის მაგალითზე შევხედოთ. რამდენიმე ტიპის data sources მხარდაჭერა აქვს Bedrock-ს. ეს შეიძლება იყოს S3, როგორც განვიხილეთ, მაგრამ არა მარტო. ეს შეიძლება იყოს Confluence-ი, სადაც ჩვენი კომპანიის დოკუმენტაცია არსებობს. Microsoft-ის SharePoint-ი, Salesforce-ი, Site-ი, ან ფაქტობრივად შეგვიძლია URL-ი მივუთითოთ და ისე ცდება, რომ HTML-ი წამოიღოს მაგ საიტიდან და მის დამუშავებას შეუდგება. მაგრამ ასევე უმატებენ ახალი ტიპის შეუმავალი ინფორმაციის სახეებსაც. Use case-ები საკმაოდ ბევრია, როგორც chatbot-ი, რომელიც იცნობს ჩვენი შიდა დოკუმენტების ერთობლიობას. ეს შეიძლება იყოს იურიდიული research-ი და კვლევა, ეს შეიძლება იყოს healthcare question answering. ანუ ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია მონაცემთა ბაზა ავაწყოთ ცოდნით დაავადებებზე, კურნალობებზე, კვლევით paper-ებზე, შეიძლება რეცეპტებზე, წამლების აღწერებზე და ასე შემდეგ. და მაგალითად, REG აპლიკაცია ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მომზადებული იქნება იმისთვის, რომ კითხვა-პასუხი შეძლოს ამ მონაცემების გამოყენებით. ახლა ვიხილავთ ამ მაგალითს და ბარემ guardrail-ებზეც მინდა ორი სიტყვა ვახსენო. ეს არის აკრძალული თემები. ანუ ჩვენ შეგვიძლია შევზღუდოთ ჩვენი დიდი ენობრივი მოდელები რა თემაზე გაცემენ პასუხს და რა თემაზე აარიდებენ. ეს შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ცოდნა ან ინფორმაცია არის მგრძნობიარი თემიდან, თუ ჩვენ გვსურს რაღაცა არასასურველი კონტენტის ამოღება შედეგებიდან, ან მაგალითად პირადი ინფორმაციის ჩანაცვლება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მონაცემების პრივატულობას. და ასევე ამცირებს ალბათობას იმისა, რომ რაღაც არასწორი მიმართულებით არ წავიდეს მოდელის შეფასება. ამას ქვია Bedrock guardrails, მის მაგალითსაც ვიხილავთ და ის შეგვიძლია დაუბრუნდეთ ჩვენ კონსოლს და გავაკეთოთ შემდეგი რაღაცა. ჩვენ შეგვიძლია მარცხენა მხარეს ვიხილოთ build ქვეკატეგორიაში knowledge bases, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ REG pipeline-ი ავაწყოთ. აქ გვაქვს როგორც knowledge base-ი შექმნა, ასევე chat video document. Chat video document გვაძლევს მარტივ საშუალებას, რომ ავარჩიოთ რაიმე მოდელი. მოდით
ავიღოთ ნებისმიერი მოდელი. შეგვიძლია მართოთ მისი პარამეტრები, თუმცა ახლა დავთავაზოთ default-ი. შეგვიძლია მისი chat prompt template-იც ჩავასწოროთ, მაგრამ როგორც წესი default-ად უკვე ჩაწოდებულია, რომ დოკუმენტიდან ამოიღე კონტექსტი და უპასუხო შეკითხვას. და შეგვიძლია როგორც ავტვირთოთ დოკუმენტი, ასევე S3-დან მიუთითოთ. აი მაგალითად ჩვენი ავტვირთული დოკუმენტი შეგვიძლია ავიღოთ. მაგალითად ეს იყოს. და შეგვიძლია დავუსვათ შეკითხვა. ეს დოკუმენტი, ხო, summarize this document მაგალითად. ხო, და გვიყვება ეს დოკუმენტი მოგვითხრობს ინტერნეტის დაარსების შესახებ 1960-იანებიდან მოყოლებული. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს ესეთი რეფერენს ციტატები, რომელი დოკუმენტის, რომელი ნაწილიდან იყო ეს ინფორმაცია წამოღებული. გვაქვს მაგალითად წყარო 1, 2, 3, 4, 5, 6 და ასე შემდეგ. ანუ თითოეული კომპონენტისთვის ვიცით დოკუმენტის რა ნაწილიდან იყო ეს დასკვნა გაკეთებული. Who invented World Wide Web? მივიღებთ პასუხს. რაღაცა 1999 წელს მიღებული ეს შედეგი მივიღო დოკუმენტის აი ამ ნაწილიდან. შვენიერ. ანუ ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ადგილზევე გავტესტოთ ესა თუ ის მოდელი როგორ იმუშავებს ჩვენ ამ დოკუმენტზე და შემდეგ ავაწყოთ უკვე მთელი pipeline-ის აწყობა შეგვიძლია. Pipeline-ის უპირატესობა არის ის, რომ ავტომატურად ამ S3 ფოლდერში თუ რამე ახალი ჩაემატება ის ამას დაასინქრონებს. ანუ ფაქტობრივად უზრუნველყოფს, რომ ეს მონაცემები იქნება განახლებული და უახლესი. და გვაძლევს საშუალებას, რომ ეს უახლოესი ინფორმაცია გამოვიყენოთ პასუხის გენერაციაში. მოდით შევქმნათ knowledge base with vector store. და ახლა მაგალითისთვის შეგვიძლია ვიხილოთ knowledge base-ის სახელს გვთავაზობთ რაღაცას default-ად, შეგვიძლია ეს დავარქვათ my internal documents. permission-ები, აქ შემთხვევაში შეგვიძლია როგორც ახალი შევქმნათ, ისე არსებული გამოვიყენოთ. მონაცემთა წყარო, როგორც ვახსენე, S3, web crawler, ანუ საიტის HTML-ის წამომღები, custom, რაღაც 0-დან თუ სურს რაღაც სპეციალური შექმნა, Confluence, Salesforce, SharePoint. ანუ რაც რიგი, რაც შეგვიძლია ესე მოვაგვაროთ. დავტოვოთ S3, გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯს. აქ უნდა მივუთითოთ რომელი S3 გამოიყენოს, აქ ჩვენ მივუთითებთ ჩვენ მიერ ატვირთული დოკუმენტების ფოლდერს. როგორი პარსერი გამოიყენოს, ტექსტის პარსერი, PDF-ის, სურათების, აუდიოს, ვიდეოს პარსერი, foundational model as a parser, ანუ ფაქტობრივად უკვე გვაძლევს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებთან ურთიერთობის წინასწარ განსაზღვრულ solution-ებს. იქნება ეს რაღაც კლასიკური მიდგომები, იქნება ეს LLM-ის გამოყენება იმისთვის, რომ ფაილი გაპარსოს, ფაილიდან ინფორმაცია წამოიღოს. ანუ ფაქტობრივად უკვე სხვადასხვა ტიპის მონაცემებთან მუშაობა შეგვიძლია. პირველი არის ეს არის მარტივი ტექსტის ფაილები. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს PDF-ი, ამიტომ ავირჩიოთ მეორე. შეგვიძლია მივუთითოთ დაყოფის სტრატეგია, default-ი, ფიქსირებული ზომა, იერარქიული დაყოფა, სემანტიკური დაყოფა. ეს თითოეული კომპონენტი ალბათ უნდა გადავწყვიტოთ იმის მიხედვით, თუ როგორი ინფორმაცია გვაქვს და იმის მიხედვით ევალუაცია, ანუ შეფასების შედეგად როგორ ქულებს მივიღებთ. შეგვიძლია ვცვალოთ ეს კომბინაციები და ვიპოვოთ ამა თუ იმ კომპონენტისთვის, რომელი კომბინაცია მუშაობს საუკეთესოდ. შეგვიძლია რამე ლამდა ფუნქციაც მივუთითოთ, ლამდა ფუნქცია შეგახსენებთ, ეს არის ნებისმიერი სკრიპტის ან კოდის მონაკვეთი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ მონაცემებზე ვამუშაოთ და რაღაც ტრანსფორმაცია გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში ჩვენს არ გვჭირდება მზა კომპონენტები შეგვიძლია მივყვეთ. რომელი ვექტორული ბაზა გამოვიყენოთ. არის Amazon OpenSearch-ი, Aurora, Neptune, ასე შემდეგ. Default-ად შეგვიძლია OpenSearch-ი გამოვიყენოთ.
რა არის რაღაც სხვაობები, სადაც ეს ვექტორული ბაზები რიგი უკეთ, ანუ უარესად მუშაობენ ამ თუ იმ ამოცანაშზე, მაგრამ ძირითადად open search-ი არის როგორც ვთქვათ, ასეთ პირველი არჩევანი და როგორც წესი უმეტესობა ამოცანებს გადაგვიწყობს. თქვენი შეგვიძლია, ხო, რა თქმა უნდა, embedding მოდელიც უნდა შევარჩიოთ. მოდით თვითონ Amazon-ის ტიტანი იყოს. აი ასე, შეგვიძლია აი სულ რამდენიმე კლიკში ფაქტობრივად ამ user-ით არ მუშაობს. კი ბატონო. ამ user-ზე არ მაქვს უფლება, მაგითო იყო რომ რაღაც რიგი ფუნქციონალს არ მუშაობდა, თქვენ ეს პრობლემა არ გიქნებათ. შეგეძლებათ reg არქიტექტურის აწყობა და როგორც აქ დოკუმენტთან ჩატი შევძელით, ფაქტობრივად თითოეული კითხვა-პასუხის შედეგად მივიღებთ ასევე ციტირებულ დოკუმენტებს და შევძლებთ იმას, რომ დიდი ენობრივი მოდელი იცნობს ჩვენ მონაცემებს ძვირადღირებული fine tuning-ის გარეშეც. ასევე გაჩვენებთ guardrail-ებს, ანუ ასე ვთქვათ, აკრძალული ან რაღაც შეზღუდული თემების ერთობლიობას, შეგვიძლია შევქმნათ ახალი მაგალითად guardrail-ი. მაგალითად safe search დავარქვათ. და შეგვიძლია AWS გვთავაზობს როგორც ავტომატურად რაღაც როგორ აკრძალოს სხვადასხვა ტიპის არასასურველი კონტენტი, hate, insult, sexual violence, misconduct. შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ვაკონტროლოთ ეს დაბლოკოს, მოერიდოს და ასე შემდეგ, ანუ უბრალოდ დეტექცია გააკეთოს. მაგის გარდა შეგვიძლია ჩავართოთ prompt attack ვექტორებისგან დაცვა. ანუ არსებობს საშუალებები, სადაც პრომპტი არის გაზრახ შექმნილი არა შედეგის მისაღებად, არამედ მოდელისგან ზედმეტი ინფორმაციის ამოსაღებად. და არსებობს ესეთი სტანდარტული მეთოდები ამის გასაჩერებლადაც. ანუ შეგვიძლია ჩავართოთ ეს guardrail-იც. კონტენტის ფილტრები შეგვიძლია ჩავართოთ. აქ მაგალითად შეგვიძლია მივუთითოთ რაღაც თემა. მაგალითად alcohol free დავარქვათ. და მაგალითად არ გვინდა რომ ჩვენმა პროდუქტმა ალკოჰოლზე ნებისმიერ თემას შეეხოს. შეგვიძლია ასე ტექსტურად ვუთხრათ don't mention or propagate alcohol consumption ასე შემდეგ ასე და აგვარად. რაღაცა. ოთხოში არ ახსენო ან არ გაკეთო პროპაგანდა ალკოჰოლის მოხმარებას. მაგალითად. ოთხოში რამე აკრძალული თემა. შეგვიძლია ისიც ჩავვრთოთ. და ესეთი guardrail-ის შექმნის შემდეგ ახლა გადავახტები ყველა კომპონენტი არ გვჭირდება. შეგვიძლია შექმნათ ასეთი guardrail-ი და შემდეგ უკვე როდესაც გვქნით ჩვენ reg სისტემას უკვე აქ შეგვიძლია მივუთითოთ რომ ეს guardrail-ი გამოიყენოს. ანუ ფაქტობრივად მოდელს ვამატებთ კიდე ერთ features-ს. აქ guardrail შეგვიძლია მივუთითოთ, safe search ავირჩიოთ, რომელიც ჩვენ ახლახან შევქმნით. დარჩენილი ზუსტად იგივეა, მოდელის შერჩევა, მონაცემების შერჩევა და ფაქტობრივად reg არქიტექტურა ისე ავაწყეთ, რომ ხაზი კოდის დაწერა არ დაგვჭირდება. ჩვენ ამ ყველაფერს Python-ის გამოყენებითაც გავეცნობით, ეს მთელი ინფრასტრუქტურა შეგვიძლია ავაწყოთ Python-იდანაც. ანუ ფაქტობრივად შეგვიძლია მივაკითხოთ AWS-ის API-ს და უთხრათ, რომ ესა თუ ის კომპონენტი შეგვიქმნას. და ამ ყველაფრით აქაც შეგიძლიათ აი API kits ნახოთ. ანუ ფაქტობრივად მთელი ეს pipeline-ი მარტივად შეგვიძლია ავაწყოთ არსებული კომპონენტების გამოყენებით. მე ახლა უცებ ვეცდები, რომ აგენტებიც ვახსენო. ამას ჩვენ შემდეგ ლექციაზე უკვე უფრო დეტალურად გავეცნობით. მაგრამ Bedrock-ი გვაძლევს ასევე აგენტების შექმნის ფუნქციონალსაც. მოკლედ აგიხსნით, აგენტური სისტემები დაშენებული არის დიდენობრივ მოდელებზე და ფაქტობრივად გვაძლევს საშუალებას, რომ ამ მოდელისგან მიღებული ინსტრუქციები გადათარგმნოს ქმედებაში. ანუ მაგალითად თუ ინსტრუქცია არის, რომ გავაკეთოთ ჯერ საფეხური A, საფეხური B, C, ასე შემდეგ,
ჩვენ თითოეულისთვის შეგვიძლია მივაწოდოთ API, მაგალითად რაღაცის შეძენა, მაგალითად რაღაც შეძენის სტატუსის ნახვა, მაგალითად რაღაც ლამბდა ფუნქციის გამოძახება, ან knowledge base-ის გამოძახება. ყოველ შემთხვევაში, აი ესეთი დიაგრამა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ჩვენ უკვე აგენტს მივმართავთ არა შეკითხვით, არამედ ტასკით. ანუ უკვე ამოცანას ვაბარებთ მას. დიდი ენობრივი მოდელის ფუნქციონალს ჩვენ ვიყენებთ უკვე იმისთვის, რომ ეს ტასკი დაყოს ნაბიჯებად. ის მოგვაწვდის, ასე ვთქვათ, ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციას, თუ როგორ მივახცევთ ამ ამოცანას. თითოეული ეს ნაბიჯი შეგვიძლია დავაკავშიროთ API call-თან. ანუ მაგალითად რაღაცის მოძებნა, რაღაცის დაჯავშნა, რაღაცის მოძიება, რეპორტის აწყობა. ანუ თითოეული ეს საფეხური შეგვიძლია დავშალოთ რაღაც ქმედება დავუკავშიროთ მას. და შედეგიც მივიღოთ უკვე უკან. ბევრი აგენტების სისტემის მაგალითის ნახვა შეგიძლიათ, ალბათ ყველაზე ცნობილი და რომელიც შეიძლება გამოგიყენებიათ, ეს არის კურსორი, code editor-ი, რომელიც ასეთ გამზადებული არის ასეთ ტასკების მიღებაზე და შეუძლია კოდის დაწერა. ანუ ფაქტიურად დიდი ენობრივი მოდელი აგენერირებს არა უბრალოდ კოდს, არამედ ქმედებების ერთობლიობას. რაღაც ფაილების დაკოპირება, რაღაც ფაილების წაკითხვა, გადატანა, გადმოტანა, კოდის დაწერაც მათ შორის. და ფაქტობრივად დიდი ენობრივი მოდელიდან გადავდივართ მოქმედ აგენტზე. ამის მაგალითს უკვე ჩვენ შემდეგ ლექციაზე ვიხილავთ. ხო, ფასის სამონიტორინგოთ და დასასრულად მე აქ ლინკებით ჩაგიმატეთ პრეზენტაციაში. რომ გადავხედოთ ზოგადად ფასის დაახლოებით შეფასებას, როგორც წესი prompt engineering-ი და უბრალოდ მოდელის გამოძახება არის ყველაზე ისეთი იაფი ვარიანტი. ამის შემდეგ მოდის reg არქიტექტურა, სადაც ამ ყველაფერს ჩვენ ვუმატებთ კიდე ვექტორულ მონაცემთა ბაზას და ინდექსაციის პროცესს. შემდეგ მოდის instruction based fine tuning და ბოლო იქნება უკვე domain adaptation fine tuning. ანუ fine tuning-ი ვხედავთ, რომ საკმაოდ ჯერ ერთი ძვირადღირებული ოპერაცია არის და მეორეს ერთი ისე ხშირად ვერ გავაკეთებთ, როგორც reg ვექტორული ბაზის განახლებას. ასე რომ fine tuning-ი გვინდა არ გვინდა, მაინც უფრო ისეთი ნელი და ძვირადღირებული პროცესი არის. ასე რომ უმეტეს რიგ შემთხვევებში reg მიდგომა უფრო გამოგარდებათ. არის რამდენიმე სტრატეგია, რომ bedrock-ის ხარჯები შევამციროთ. მაგალითად, გამოვიყენოთ on-demand სისტემები, როდესაც გამოყენების მიხედვით იქნება ფასი დადგენილი. batch გულისხმობს, რომ ჩვენ რამდენიმე prompts ერთდროულად პასუხობთ და ეს რეალურად გვაძლევს საშუალებას, რომ დავზოგოთ ხარჯები. Provision throughput, ეს არის წინასწარ გათვლილი capacity, ანუ ოპერაციების ერთობლიობა, რომელიც შეგვიძლია შევიძინოთ და უფრო სახარბიელო ფასად. მოდელის ზომა, როგორც ვახსენე, რომელ მოდელს ავარჩევთ. ხშირ შემთხვევაში თვითონ Amazon-ის მიერ მოწოდებული მოდელები უბრალოდ უფრო ფასისმცემელი ეფექტურია. და რა თქმა უნდა, კონტროლი ჩვენი input და output token-ების. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო ეფექტურად ვაკონტროლოთ AWS-ის ხარჯები და ეფექტურად გამოვიყენოთ ესეთი მოსახერხებელი ადვილად ასაწყობი კომპონენტები. მე რიგი დამატებითი მასალის ჩავამატე პრეზენტაციაში. ეს გულისხმობს თვითონ workshops, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გატარებთ bedrock-ის გამოყენებას. ასე ჩავამატე Google-ის AI Studio, რომელიც Google-ის საპასუხო სისტემა არის ძალიან მსგავსი შესაძლებლობებით. და ასევე pricing-ის საიტი, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ. ხო, როგორც ვილაპარაკეთ, შემდეგ ლექციაზე უკვე სიღრმისეულად გავიცნობით აგენტურ სისტემებს, როგორ შექმნათ ისინი bedrock-ის მეშვეობით და რა შესაძლებლობები აქვთ მათ. კარგით, დღეს იქნება ეს ამას დავამთავროთ, მასალას რა თქმა უნდა მოგაწვდით. წესით უნდა შეძლოთ ასევე AWS-ზე უფასო აკაუნტის რეგისტრაცია და გამოყენებაც. და შევხვდებით უკვე შემდეგ ლექციაზე. ნახვამდის. მადლობა. ნახვამდის, მადლობა. მადლობა.